ადამიანი, ეპოქა, მოვლენა, კანონი. ჩვენი გენეტიკური კოდი სამართლიანობას ეძებს, როცა ირგვლივ უსამართლობაა. დისკუსია, რომელსაც დასასრული არ აქვს. როგორები ვართ ჩვენ დღეს ისტორიის წინაშე? ვართ თუ არა კანონმორჩილი საზოგადოება, რაც გვასწავლის განვლილი ისტორია და რისთვის უნდა ვიყოთ მზად, როცა კანონი ხან სამართლიანია, ხან უსამართლო. საბოლოოდ რას ვირჩევთ? ადამიანის მიერ დაწერილ კანონს თუ დროის სამართალს? გადაცემა დროის სამართალი. ყოველ კვირას 19 საათზე. დაიწყე აზროვნება დღეს. შუადღე მშვიდობისა, მოგესალმებით, თქვენ ყურებთ გადაცემას დროის სამართალს, საქართველოს ტალღის სტუდიიდან კი ვიმუშავებ მე, მერაბ ჭიქაშვილი. ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახლავთ ქალბატონი ბაია ამაშუკელი. მოგესალმებით ქალბატონო ბაია. დიდი მადლობა მერაბ მოწვევისთვის, არ ყოფილვარ დიდი ხანია თქვენის ეთერში. ნუ არ ვიცი რამდენად საინტერესო და საჭიროა ჩემი საუბრები, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სამზარეულოში ლაპარაკს და ის გულის ტკივილი რო ყველას აწუხებს ეს თემები, რაზეც მე ხავი ლაპარაკებ, მე მგონი საჭიროა რომ საზოგადოება აუცილებელია დავამატებ უბრალოდ ერთადაც და კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გეტყვით, რომ აი ჩვენთან იღებთ გადაცემაში მონაწილეობას ყოველთვის, როდესაც ჩვენს ბევრ ამას ვიგებთ, ჩვენს ბევრ ამაზე გვაქვს ესეთი რეაქცია ხოლმე, რომელიც ახლა მარტო არც სამზარეულოში და არც ახლა ცნობილია ხო, საქართველოში არიან მხოლოდ Facebook-ის ლომები და ასე შემდეგ. ნუ არ შველის და ხშირად გვიწევს ხოლმე და მithოდეს პირდაპირ ეთერში, ტელეეთერში, სოციალურ მედიაში, როდესაც გავდივარ და გვაქვს ეს საშუალება, გვინდა რომ ჩვენ სწორად გამოვიყენოთ, ასე ვთქვათ და მოვისმინოთ, იქნებ და მოისმინონ, მე მაინც მგონია რომ არ გამოვა მგლის თავზე სახარების კითხვა, რადგან მავანი ვინც უნდა გაიგოს, ყველაზე მეტად ეს მე მგონი მაინც გაიგებს და ცოტა ასე თქვენ შეფუცხუნება უნდათ და ნახოთ როგორ რანაირად, მაგრამ მით უმეტეს დროის სამართალი ეს გადაცემა სადაც თქვენ ხშირად სტუმრობთ, ალბათ ვფიქრობ რომ ზუსტად ადეკვატურია იმის რომ რა ჩვენ დღეს გვჭირს, არა მხოლოდ რა გვჭირს იმაზე ვილაპარაკოთ, არამედ როგორ უნდა დავძლიოთ ისა თუ ის პრობლემა, რომელიც მე თვითონ მკითხავ თუ იქნება პოლიტიკური ნება, თუ იქნება რაღაცა გონიერი ხალხის, რა ქვია, ბრძენი ხალხის, ან და უშუალოდ იმ ადამიანების მონაწილეობა, ვინც ამ პროცესებს, ვისაც შეუძლია ამ პროცესებში გაატაროს თავისი ქვეყანა, არ ვიცი, ნებისმიერი დარგი, ალბათ ვფიქრობ, რომ გამოსავალიც იქნება. ხო და სწორედ ამიტომ ჩვენ ხშირად თქვენთან ყოველთვის ლაპარაკს ვიწყებთ განათლებაზე და ბუნებრივია ეს განათლება არა მხოლოდ საუბარია რომ ასოციაციით ვიღაცამ მხოლოდ სკოლა წარმოიდგინოს, საბავშვო ბაღი წარმოიდგინოს, უნივერსიტეტი წარმოიდგინოს, წიგნი წარმოიდგინოს, მერხი, არამედ განათლება როგორც ასეთი, რომელიც ალბათ ვფიქრობ ფუნდამენტურია ნებისმიერი ქვეყნისთვის, ნებისმიერი ერისთვის, ნებისმიერი ცივილიზაციისთვის. და მათ შორის თუ ის განათლებას კიდე თუ იმ განათლებაშიც მესვეურები ან უშუალოდ მონაწილეები ვინც არიან განათლების პედაგოგები იქნებიან ესე ვერ არიან სათანადოდ, არა აქვთ სათანადოდ იმის თავისუფლება რომ ის რეფორმა იქნება ეს თუ რაღაც გაატარონ მართლა ისე ვფიქრობ არაფერი გამოვა. ამიტომ დღესაც ვიწყებთ განათლებაზე და დავიწყებთ განათლებაზე, თუმცა აქო მინდა კიდევ ერთხელ თქვა რომ მოგწონს არ მოგწონს და საზოგადოების დიდი ნაწილი დღეს უკვე მართლა ჩამოყალიბებულია მგონია, იმიტომ რომ უკვე კონკრეტულად იცით და ხვდება მთაშიც და ბარშიც, თუ კაცი დაფიქრდება, მიხვდება რომ განათლებაზე ვლაპარაკობენ ხალხი, რომელთაც შეიძლება ითქვას უფლება კი არა, მორალური პასუხისმგებლობას არ აქვთ იხმენ ამ სისტემაში. მაგრამ ნუ ვერაფერს ვერ შვებიან ისინი. ხა გვიყურებენ ისინი ეკრანებზე, მაგრამ ხა როდესაც ისმენენ მაგალითად ქალბატონი ბაიასგან იმ პრობლემებს, რომელიც უშუალოდ თქვენ გაქვთ იმ ლექციებზე და როდესაც უშუალოდ სტუდენტებთან გაქვთ ურთიერთობა მომავალ თაობასთან, ხა ის ხვდება რომ აბა აგერ ამ ადამიანს ერთს მეორის პრობლემა აქვს. ამიტომ, რა ვიცი, ჩემთვის კიდევ ერთხელ მინდა თქვა, მოგწონს თუ არ მოგწონს ეს მთავრობა და დღევანდელი განათლების სამინისტროს მესვეული იქნება ეს, მოადგილე იქნება თუ რომ შევდივართ იმ შენობაში. პირველი ვინ შეგხვდება, ხო, რაღაცა ეტიკეტიც რაღაცა ნიშნავს, ხო, ყველა შენობაში რაღაცა ჩვენი დატვირთვა გვაქვს, ხო, ანუ რაღაც სიმბოლურადაც, ემოციურადაც ისე ვართ განწყობილი. ხა აფთიაქში სხვანაირად შევდივართ
გამოქცევაზე ვარ იქიდან. უნივერსიტეტი ჯავახიშვილის დღემდე ესე ჩემთვის ტაძარია. ხო, და ესეა მართლა. მსახიობისთვის თეატრია ტაძარი და საერთოდ განათლების სამინისტროს არ ვიცი რაღაცა აი დიდი რაღაცა მე მაგალითად ეხა ამ ბოლო დროს ოდის შეიძლება გამიგზელს მაგრამ იყალთოს მონასტერში ვიყავი ტაძარში და იმიტომ კი არა რომ მუდმივად კარი საუბარო კი თვითონ ტაძარი კი მაგრამ აი ეს რომ ნახე სვეტები რო დაგაასა იყალთოს აკადემიის ის სანამ ვიდრე ვეტყოდი ჩემ გვერდზე მდგომს მეგობარს ახლობელს თუნდაც ტურისტი იყოს რომ უნდა მეთქვა რომ აი ეს ის არის სადაც დიდმა წერლებმა და დიდმა ხალხმა გაიარა თუნდაც შოთა ხო რაღაცა უცებ დავფიქრდი რომ როგორ არც სვეტებზე რატო დგას და თქვა ვიტყვი რომ აი როგორც საბერძნეთში რაღაცა მანამდე კოლხეთის აკადემია კი ბატონო კოლხეთის აკადემია ასე შემდეგ აი რაღაცა თავის დატვირთვა აქვს ახლა განათლების სამინისტროსაც ესეა ხო ყველასთვის და მით უმეტეს როდესაც საუბარია რომ იქ ბევრი რამე წყდება კი ბატონო, განათლების სამინისტრო, განათლების მინისტრმა ჩვენ ადრე ვისაუბრეთ ამაზე, რომ დაიწყოთ აი ეს რეფორმა, ახალი რეფორმა, იქ დეტალურად რაღაცეები შეიძლება არის რაღაც პუნქტები, რაზეც უშუალოდ რო ერთი შეხედავ. სწორია, რაღაცა იქ ფორმაზე, სკოლაში როგორ უნდა მოხდეს, სად უნდა მოხდეს სკოლაში, ასე შემდეგ. კი ბატონო, უფასო გახდა, თქვა, განათლება ასე შემდეგ, მაგრამ არის ეს რეფორმა ეხა უფრო დიდ მასშტაბში წავიდა მათი მხრიდან, ნუ უზარმაზარი რეფორმა მიდის. მე ვიცი რომ თქვენ დეტალურად მიყვებით ამას. იმიტომ არა რომ რაღაცა კრიტიკულად არის დავიწყო. ჩასაფრების პოზიციაში არა, არამედ დეტალურად მიყვებით, იმიტომ რომ თქვენს გინდათ რომ ერთხელ და სამუდამოდ ეშველოს ყველაზე მთავარს და გულთან ახლოს მიგავთ. აი ესია და ვინც ახლა იცნობს ბევრი ადამიანი ჩვენთან მოსულ სტუმარს არ მინდა არც ახალს და გვარს დავასახე ის რაღაც ემოციურობას არის იმიტომ რომ ტკივად და ესე მიყვებენ დეტალურად მიყვებით აი ამ რეფორმას რომელიც კიდევ დაუფრო რაღაც აი დადის განათლების მინისტრი ხდება რაღაცა თითქოს რაღაცა საერთო განხილვა თითქოს რო შეხოლა მაგრამ მიყვებით დეტალურად პუნქტებს უშუალოდ რაც არის თქვათ აი სწავლულმა რაც უნდა მიიღოს რა ძირითადი მოდი ესე ვიტყვი, კი ბატონო, პრეტენზიები გაქვთ, ხო, პრეტენზია ამ შემთხვევაში. გულისკივი, რა ძირითადი პრეტენზიები გაქვთ, რომელზეც თქვენ შეგიძლიათ თქვათ და ვიცი რომ იქნება სავალალო თუ არ გამოსწორდა და ეს სავალალო ეს არ არის მხოლოდ რომ ქუჩაში ერთხელ ქვეყანაში დენი ჩაქრეს სამწუხაროდ ბევრჯერ ხდება დენი ამაზეც მე მინდა ისე მაგრამ ეს არ არის მხოლოდ დენი ეს არის ის რომ თაობა დაიღუპება ანუ ის რაც თქვა ადამიანს მის განვითარებას ხელს უწყობს და მით უმეტეს ჩვენერი ქვეყნის და ჩვენერი ისტორიის ხო იქნება და სავალალო აი რა ძირითადი პრეტენზიებია და თუნდაც დავიწყოთ ყველაზე მთავარი და უშუალოდ თქვენთან საუბარი იმიტომ რომ კარგი რომ პოპულარული ენით გაიგებს როგორც წამყვანი მერაბჭიქაშვილი ნებისმიერი ადამიანი ჩვენ არავის არ ვერჩით მით უმეტეს მთავრობებს რომლებიც რაღაცა ისეა თუ ასე რაღაცა გვაკავშირებს ჩვენი წილი რაღაცა ურთიერთობა ერთად სადღაც გვიბრძოლია მოდი ასე ვთქვა კი ბატონო მე მინდა ისევ მადლობთ მოგახსენოთ და დავიწყო იმით რომ ჯერ თავი და თავი არანაირად არ მომწონს და ბევრი არის ჩემნაირი პედაგოგი მომაღლესიც რომ აი ბოლონიის პროცესმა ვიცახი რომ დაღუპა განათლების სისტემა და ახალგაზრდები იმიტომ რომ ის პრინციპი რომ ვითომ აი ბოლონიის პროცესით ჩვენი ახალგაზრდები შეძლებდნენ უცხოეთში სწავლას და რაღაცა პორტირ ეგ არის სისულელე არც ერთი ძალიან კარგი უცხოელი სპეციალისტი და პროფესორი აქ არ ჩამოდის ვიღაცა ირანელი რომელიც არ ვაყენებ შეურაცხყოფს მაგრამ არაფერს არ წარმოადგენს კვალიფიკაციით და დონით არა ჩაულებრივი მაგრამ ამან ყველაფერმა გამოიტანა რომ ის ტესტირების სისტემა რითიც თუნდაც უმაღლესში აბარებენ ახალგაზრდები ის დაუშვათ დამოკიდებულება წერის მიმართ ეხლა თითქოს სუფთა წერას იწყებენ ისევრე ხო იმიტომ რომ ამითი სამართალს ადგენენ დაუშვათ კალიგრაფიით და იმითი ადრე იყო ხო ამას ცალკე ნიშანი იწერებოდა და იქ ცალკე და წერაში მართლ წერა ამიტომ აი ჯერ თავისთავად ჩვენ მე მგონი მივდივართ იმ დონემდე რომ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავიდან ჩამოყალიბება დაგჭირდება იმიტომ რომ ვეღარ წერენ ნუ აღარ არის საუბარი რომ გრამატიკის არ ცოდნაზე და ეხა ეს რეფორმა ჩვენ რა რეფორმას რასაც ეძახდნენ ნაციონალები ვნახეთ ხო რასაც რეფორმა დაერქვა ყველაფერი ამოყირავდა და ქვეყანა აი ლომაიას რეფორმა გავიხსენოთ რა გააკეთეს ილიას სახელით და პრაქტიკულად რა მოხდა ხო არაფერი ჯერ მარტო უმაღლესში რომ დაამატე ქართულის საგანი
ძალიან კარგია ეს, მაგრამ თუ სკოლიდან ბავშვმა ქართული არ ისწავლა, უმაღლესში რო დაიწყებს ის ქართულის სწავლას, იმას რა შედეგი ექნება, არანაირი. მერე ეს მთელი რეფორმა, როგორც ადრე იყო, რომ ავტორიზებულ წიგნებს ვიღაცა ნაცნობობით აწერილებდნენ და მერე შექონდა სავალდებულო სხვადასხვა სკოლებში, მე მაგალითად ეჭვმაქ, რომ ეხაც ესე იქნება. საერთო სახალხო განხილვით უნდა მიმდინარეობდეს ეს რეფორმა, რომ უშუალოდ ვინ მონაწილეობს, ვინ მუშაობს გინდაც ისტორიაზე, გინდაც ქართულზე, რომ იმის მიხედვით მე ვიცი, ხო ვიცოდე რა უშოთ ადრე ვიცოდე შანიძე იყო. ეხა ვინც არის იმის მიხედვით, იმიტომ რომ მე ამათი პროფესიონალიზმის აღარ მჯერა უკვე. თვითონ არის ის პედაგოგმა წესიერად საგანი და სკოლაში ბავშვს ასწავლის. ეხა პედაგოგი რო ეტყვის თავის მოსწავლეს, რომ კითხვას რო დაუსვამს რაღაცას და წადი და იმას კითხევ ხელოვნურ ინტელექტს, ის პედაგოგი ხელფას უნდა იღებდეს სამზმაში სკოლაში, რა უნდა იმას სკოლაში, ხო? და საერთოდ რა დამოკიდებულებაა, რატო არ შეიძლება რომ გავიგოთ რა გამოდის. იყო ხო ჩვენ ვსწავლობდით არაჩვეულებრივი სახელმძღვანელოები, ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, საგნის სპეციალისტი წერდნენ ამ წიგნებს. რატო არ შეიძლება რომ ეს წიგნები გადმოიტანონ თავიდან, თუ ფულია გასაკეთებელი აუცილებლად, რომ მერე დაუშვათ ჯერ ეს ერთი აუცილებლად უნდა დადგინდეს ის, რომ ყველა სკოლაში მიუხედავად კერძო არის თუ ჩვეულებრივი საჯარო სკოლაა, რომ იყოს ერთი და იგივე სასწავლო პროგრამა და ერთი და იგივე სახელმძღვანელოები. რომ არ გახდეს ეს კორუფციის წყარო, რომელიღაცა სკოლამ შეიტანოს ვიღაცის კერძო დაწერილი წიგნი დაუშვათ და ის ამ წიგნის იმითი დაავალოს მოსწავლეებს მერე რომ შენ მანდამაინც ეს სახელმძღვანელო იყიდე და ეს უკვე კორუფციაა, ხო რომ ის ვინც დაწერა ეს წიგნი და გაიარა ავტორიზაცია მერე იღებს ფულს. მერე მე მაინტერესებს რატო მალავდა ცხენია ჩვენი ისტორიის. იმიტომ რომ ფაქტია რომ ეგრეა, ჩვენ არ ვიცით ისტორია. ბავშვებს გადაკეთებული აქვს ისტორიის სახელმძღვანელოები. მე წაკითხული მაქვს წიგნები, სადაც წერია რომ ისა რა ქვია, ბუშის ბიოგრაფია წერია, ლექსენის, კირკოროვის და იმისი რა ქვია, ერეკლე მეფეზე რას წერენ ღმერთმაიცის ხო ხედავთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ 8 დღე და ამბავი და არიქა გპ-ის და უნივერსიტეტის გაერთიანება და ის ყველა ელოდებოდა, რომ მიეხედებოდა ისეთ ძალიან ცუდი იდეოლოგიის სასწავლებლებს, როგორც არის ილიაონი და როგორც იყო ის ბენდუკიძის უნივერსიტეტი, სადაც პირდაპირ ამზადებდნენ სტუდენტებს გარკვეული პროგრამები და იმითი, რომ როგორ აერიათ და გადაენგრიათ ქვეყანა, იმიტომ რომ მე სადაც მუშაობ იმ უნივერსიტეტში, ჩემი სტუდენტების დადიოდა ნაწილი, მაგრამ დავსვი მე ავუხსენი, რომ 6 მე ვინ იყო თაყაიშვილი უნივერსიტეტში, რომ წაბილწესის ბიუსტი, ყველაფერი და მე გაიგეს ამ ბავშვებმა, გესმით და არავინ არ მუშაობს ახალგაზრდებთან, აბსოლუტურად არავინ. ენაზე არ ელაპარაკებია, გამოკითხვა იყო ამას წინათ და აიო, ქართული ენაო ვინ შექმნაო. ნუ უმეტესობა მიცოდა რომ 3 ისა გვაქვს ჩვენ ასომთავრული მხედრული და ნუსხა ხუცური, მაგრამ ძირითადად ყველა იძახდა რომ ილია ჭავჭავაძე. ფარნავაზე არავის არ მოსულია თავში აზრად. იმიტომ რომ არ იციან ეს. სკოლაში ამას არ ასწავლიან. სკოლაში არ ასწავლიან, ვინ იყო თევდორე გუდელი, არ ვიცი ხა მე სახელმძღვანელებთან არ ქონია წვდომა, მაგრამ რასაც ვერ ცნობი, ფაქტია რომ ესეა და იმ ბავშვს, რომელმაც მარტო ევროპა გონია რაღაცა საქართველოს ისტორიის ნაწილი, ხო ბახტრიონს სწავლობდით, დემეტრე თავდადებულს სწავლობდით, იგივე თევდორე გუდელს სწავლობდით, ხო მაია წყნეთელს სწავლობდით, ერეკლე მეფე და ინგილოს, რატო სწავლობდით ამას? რომ შენ პატრიოტულ იმას ზდიდენ ამას შენში, ხო ეხა ჩემმა შვილიშვილმა ეხა დავიწყეო ილიას ჭავჭავაძის იმის კითხვაო და ეხაო უფრო ეროვნული ეგრეა მე უთხარ შვილო რომ გელაპარაკები და იმის მოქმედებს აბა ამიტომ ფილმებს დახულობდით ჩვენ ეხა რატო იყო ესა ხო და ყველა ბავშვს რაღაცა თავის-თავი წარმოედგინა იმ გმირად, ხო იქ მაია წყნეთელი იყავი თუ რაღაცა იყავი, ყოველ შემთხვევაში შენ იმ მომენტში შენი სამშობლოს დაცვის ის იყავი, ხო და ამიტომ ვფიქრობ, რომ ჯერ აუცილებელია ამ რეფორმის გასაჯაროვება და განხილვა. ისე კი არა რომ ვიღაცა შერჩეული კადრები რომ დაждდებიან და პარლამენტის ნათესავი და ბიძაშვილი და მამიდა თავისასურულ ტელევიზიებში. ხო, ეგრე არ შეიძლება. არაფრით არ შეიძლება, იმიტომ რომ იმიტოა მე რომ გიტრიალებენ ისე რომ პასუხს ვერცემ. მე მაგალითად ძალიან უკმაყოფილო ვარ და არ მომწონს ეს ტელედებატები. რატო იცით რომ აი კი ვითომ ეხა არის აშისტრა და აბაყოჩაღ და მე მაგალითად ძალიან ხშირად დამიჭერია რომ წამგებიან პოზიციაში აღმოჩენილ პრემიერი ჯერში პრემიერი არ უნდა დაუჯდეს შპანას ესე რომ ვთქვა ჟარგონით, მაგრამ მეორეც ერთი არგუმენტები
იცით როგორი რომ მარტო არგუმენტი იძახო ეს არ არის საკმარისი გესმით თქვენ ამიტომ ყველამ ბავშვმა თუ იცის რომ შენი ტერიტორია დაუშვათ რა არის იქ უკვე შეგიძლია ედაო ვიღაცას რომ ეს არის ჩემი თორე როგორ შეიძლება დაუმტკიცო ვინმეს რომ სიყვაზე ლორე და ახტალა და ეს შენი იყო თუ არ იცი შენი ისტორია ხო მაგრამ თუ არ დაინტერესებდა პედაგოგი არ იქნა მოტივირებული რატო იყო რომ ჩვენ ისეთი მასწავლებლები ყავდა რომ ასე უსმედი პირდაღებულებს განცდა გიჩნდებოდა განცდა თუ არ გაგიჩნდა ხო ტერიტორიაზე ილაპარაკოდა რაღაც არანაირი განცდები არ არის მე ხო ყოველთვის ვაკვირდები ხოლმე ჩემ თავს აი ისეთ თემებზე რაზეც არის ლაპარაკი ხოლმე ხო აი აფხაზეთზე სულ მომყავს ეს მაგალითი მე მაგალითად სამწუხაროდ არ მაქვს ისეთი განცდა აფხაზეთის ვიდრე მაგალითად ჩემ მეგობარს ჩემ თანატოლს რომელიც ნამყოფი იყო დადიოდა და რო ყვება ამ ყველაფერს მე კი ვიძახი რომ შესაძლოა იქ სხვა იმ ურთიერთობები ახსოვს აი ეს ბებია ბაბუის ჩასulis ის ახსოვს და ეს განცდა წიგნი მოგცემს პედაგოგი გადმოგცემს რა საკვირველია ჯერ ეს ერთი შეროიცი ხო გადამდები არა ყველასო დადიანი ვინ იყო და ყველაფერი ამას ხო ის რა ქვია ილორი საკაშმო ეს ილორი და ილორი რო აურია ერთმანეთში ხო და მილიონი რაღაცა არის გესმით თქვენ რაც უნდა იცოდეს ახალგაზრდამ აუცილებლად უნდა იცოდეს იმიტომ რომ ოჯახებიც ვეღარ აძლევს პატრიარქმა ადრე თქვა რომ სკოლა არაფერს აღარ იძლევაო და ოჯახებიდანო მაგრამ იმ ოჯახებში ახალგაზრდა ოჯახები ვინც არის იმათაც უკვე ამ შვილებისთვის აღარ ცალია და აღარ ცხელად მაგრამ ამას ყველაფერს ძალიან დიდი ის აქვს თავისი წინაპირობა ხო აი დაიშალა საბჭოთა კავშირი იქ რა ქვია 84 წელს 1900 სანტა-ფეს ინსტიტუტში შეიქმნა იმისი მართვადი ქაოსის თეორია რომელიც გულისხმობდა რომ რევოლუციებით ანუ არჩევნების გაყალბების თემით უნდა ლიბერალური ხელისუფლებები მოეყვანათ პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში რომ გავლენა გაევრცელებინათ რომლებიც გაყიდიდნენ ყველაფერს პრივატიზაციით და მე უკვე ეკონომიკურად დაშლილი დანგრეული სახელმწიფოში გახდებოდა დანამატი ამ დიფცეით რო ვეძახით ახლა ასე მოხდა მაშინ რომ ნაწილი ნომენკლატურის და თანამდებობის პირებმა აბაქარხნები აბა ნაწილი ინტელიგენციის წევრებმა იყიდეს ბევრი რამე მაშინდელი ინტელიგენციის ნუ ეთყობა არ ვიცი მე მოხდა რაღაცა ვაუჩერები მე ეს ვაუჩერები გაუფასორდა ხალხს ჩამოართვეს და ეს ყველაფერი ჩვენ გვახსოვს მაგრამ ფაქტია რომ აი ამდენი წელი აი გამოიშიგნა ეს ქვეყანა და კიდე არსებობს ესე იგი რამდენად ძლიერი იყო იმ რესპუბლიკებს შორის საქართველოს გესმით თქვენ რომ ამდენი ხანია ყიდიან ჯერ როგორ შეიძლება და აი ამ ზუსტად მართვადი ქაოსის თეორიის მიხედვით ერთ-ერთი მთავარია პრივატიზაცია. აი დღეს რაც ჩვენ დაგვემართა გუშინ მესამედ რო გამოირთო ენერგოსისტემა. ნუ ეს არის ისეთი კატასტროფა. ნუ ამაზე ხა რაც უნდა ტირანი და ეს ეძახოდა ალბათ ღირსები იქნებოდნენ ხა ამას არ ვითხოვე, მაგრამ სტალინიზმს დახრიტავდნენ ამას. ეს არის უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობის სფერო, ხო? რამდენ რამეს მოიცავს. როგორ შეიძლება გაითიშო? ერთხელ რო გაითიშა. კაი, გადადგა იქ ვიღაცა და რაღაცა, მაგრამ რა ხდება შიგნით? ჯერ ერთი სავსეა ნაციონალებით იქაურვა ეს ზუსტად ვიცი მე ისე როგორც ბევრი სხვა უწყება რატო არ მიდის ბოლომდე გამოძიება იმ კომისიის რის მიხედვითაც საითი აწოლუკიანის კომისიას რო ეძახდნენ ხო კაი გვირდება რომ როდის ჩვენ ხო ვიცით ეს ყველაფერი აგერ გამოდგა ეს ნელსონ სააკიანი გახდა ეხა უკვე და ახალ რაღაცა ეხა თურმე რეფორმებს იწყებს დავინა ვიცით მაგის რეფორმები რაც იყო და ვნახეთ ბატონო აღარ გვინდა მეტი რა და რატო ალაპარაკებენ ამდენს არ მესმის მე არც ერთ პატიმარს დღევანდელს იმის მიასედი არ დაუშავებია რაც ამან დაუშავა ქვეყანას ნუ ყველა სფეროში რო ვილაპარაკო და რატო აქ ამდენი სუფლება რო გამოდის ტექსტებით მოწოდებებით ისევ პოპულარული არის არა, ნუ ხო და ვერ გავიგე ხა ისევ რაცი არის პოპულარული. რაღაცა სისულელეები წავიკითხე რომ ტარაკნები დადიანო ჩვენთანო მაშიო ჩეჩმა მიდგასო იმის მაგივრათო ხო და ისე მეურჩევ რომ მაგას ჭამა უყვარს ახლა მიუხედავად კუჭის რეზექციისა და ტარაკნებს სხვა ქვეყნებში ჭამენ პროტეინი შეიცავს და დაჟეს და ჭამოს ხო ამიტომ მიირთვას ახლა მაგის სხვას არ იმსახურებს და ყველა ის ისინი თუნდაც ახლა დღეს ლაპარაკობდით გარეთ ფაუჩიზე მიდის სასამართლო მართალია არაფერს არ აღიარებს მაგრამ ეს ერთიანი პროცესი ის რაც ჩვენ ამდენი წელია ჩაგვრთეს ჯერ ეს ერთი მე ერთი რამის არ მესმის და კიდევ ერთხელ ვიძახი ამას არ ვიძახი ჩასაფრების პრინციპით იმიტომ რომ ტერს პირში უძა მოყარეს პირში უძახეს პრინციპით ყოველთვის მამაჩემიც ესე იქცეოდა და თუ გაიგებენ გაიგონ უკეთესია გამოასწორნო რაღაცა თუ არა და რა ვქნა ახლა მე უკვე რაღაცა თავისთავად მოხდება ხო და გამდიდრდა ეს ხალხი ამ საქართველოს გაყიდვით რომ დაიწყო დაშლა ქვეყნის გამდიდრდა
და ხალხი გამათხოვდა, გესმით თქვენ? არც ერთი ქარხანა არ მუშაობს, გორის ქარხანა, ხო მიუერთით ამ ჯანმოს. ამ ჯანმოს გადამკიდე იყო, რომ ნახევარი კორონას დროს დაიხოცა, ხო? რა ხდებოდა ხო გახსოვთ არიქა აცრები გააგიჟეს ეს ხალხი იმითი გადაგეკიდა ეს ხალხი ერთმანეთს ვინ იცრიდა ვინ არ იცრიდა მაგრამ იყო ეს ყველაფერი იგივე სავაჭრო ორგანიზაცია მე ნათქვამი მაქვს ერთხელ რომ ჩვენ ვალდებულება გვაქვს აღებული ამ ორგანიზაციაში შესვლით რომ აი აგარი შაქარი რო გვიждდებოდეს ლარი ის ორგანიზაცია თუ დაადებს $7 შენ ვალდებულება გაქვს რომ შენც იგივე ფასით გაყიდო და ამითი ქვეყნის ეკონომიკა ინგრევა შეხვალ ბაზარში და თურქული ირანული პროდუქტი ქართველი გელეხი დგას და ყიდის ამას 12 და 15 ლარი ბალი საქართველოს შეიძლება ღირდეს საქართველოში რომელსაც მიქონდა ხილს ყველაფერი იგივე გორის მაგალითი რო გავიხსენოთ ნუ რა არის ეს რა უბედურება ანუ ვაშალატამა შეიძლება და ატამი 5 ლარი 6 ლარი ვის აქვია განათლებას და სოფლის მეურნეობას თუ არ მიეხედა უმაღლეს დონეზე გესმით თქვენ რომ ჯერ იმ გლეხმა მოიყვანოს ნორმალურად იმიტომ რომ მე ხა სოფელში დავდივარ და ძროხები აღარ აყავს ხა საძოვრები აღარ არის გესმით და ვიზე ყიდიან ამას ეს ხო იყიდება კერძო მოსაკუთრეები გახდნენ ხო და კერძო მოსაკუთრეები შემოღობილია ვის რო გახდა კერძო მოსაკუთრე ან მიუშვანის და ძროხას ჭირდება საძოვრები გვახსოვს ჩვენ ხო რომ იყო იალაღებზე დაყავდათ მისი სხვადასხვა ისინი ხო და აბა რა ვქნათ ხორცი თუ არ იქნა რძე არ იქნა კი ხორბალი თუ არ იქნა შირაქისველი მე მახსოვს ადრე როგორ იყო აბა დღეს ესეა კი ბატონო დღეს არის მაგდოზი სტუდენტები რო დაყავდათ ჩემს ახალგაზრდობაში კარტოფილის კრეფაზე ყამირზე ამაზე რატო დაყავდათ გიჟები კი არ იყვნენ ეს კომუნისტები სუმთად როგორც ეხა უნდა წარმოაჩინო ის ახალგაზრდა იმ ყურძილს რო კრებდა იმ მიწასთან რო ურთიერთობდა იმას უკვე სიყვარული უჩნდება იმის და აფასებდა იმ კაცის ნაშრომს პირველია ისევე როგორც სკოლაში რო ვალაგებდი ჩაბათობაზე ხო მე ის ბავშვი აღარ დაჩხაპნიდა კედელზე და ახლა მთელი ქალაქი არის დახატული ამ რაღაცა სულელური სითი არტით და რაღაცა გრაფიტის იმითი და ეს იცვლება რომ ძალიან კარგია რომელი ლეონარდოს და მიქელანჯელოს შედევრები მანდ არ ვარგა ქალაქი უკვე რომ შეხედა ეს ფილიზი აღარ არის მელიქიშვილი რას გავს კიდევ კარგი კალადის შტაბი იყო სასტუმრო საქართველოსზე გაიწმინდა ის შენობა თორე გული მისკდებოდა ხო სავიზიტო ბარათი იყო სასტუმრო საქართველოს და ისტორიული შენობაა უკვე ეხა ამ ისტორიულ შენობაზე გამახსენდა არ ვიცი რამდენად ის არის გავრცელდა ინფორმაცია რომ გაიაშვილმა იყიდა იქ პოსტის საკეთ რო ყოფილი კავშირგაბმულობის და იქვე იყო მახსოვს ნათობის რედაქციაში იგი მამა მუშაობდა იქ რომ თითქოს პირველ სართულზე კაზინოს აკეთებსო თუმცა აქვე უნდა ითქვას რომ ჩვენ როგორც გვაქვს ინფორმაცია კაზინო დაადასტურა კომპანიამ საერთოდ რომ კაზინო არ იქნება სასტუმრო შენდება თუმცა ნუ ეხა ცოტა მაგრამ ანუ ვადაც წერია უკვე 28 წლის ბოლოს უნდა სასტუმრო შენდება ნიშნავს შენობა დაინგრევა ნუ არ ვიცი მასე არ ვიცი ზუსტად მაგრამ საერთოდ კაზინო აი ეს ამის კარგი თქვათ ეს არ შენდება კაი მაგრამ კაზინოები ცოტა გვაქვს და სად გვაქვს კაზინო საპატრიარქოსა და სიონისა ანუ მე-5 საუკუნის ძეგლებს შორის თავი რო დავანება თქვა საპატრიარქოს აი როგორი სათქმელია მაგრამ ანჩის ხატი არის მე-4 მე-5 საუკუნე ხო არ ვცდები და სიონიც არის ამ ორ შუაში არის შანგრილა და ესეც კი ბატონო გავიგეთ რომ მიშა მიცა თავის დროზე კი ბატონო მაგრამ ხო შეიძლება რაღაცა ეხლა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია ქალაქთან განვითარების რაღაცა ხო შეიძლება გქონდეს ყველა ქალაქი არის რაღაცით ცნობილი ხო სადღაც ყოველთვის რომ ჩადიხარ სულ ევროპა და ცივილიზებულ ქვეყნებში მაინც გეუბნებიან აქ აი ბორდოში მაგალითად თუ როგორც გაიცემთ მარსელში ესე ვერ გაივლი რაღაცა ხო თავის ის პეცი დავარქვათ იმას აქაც ხო ესეა ძველი თბილისია ხო თავშეყრის ადგილია არა ძველი თბილისი უკვე საშინელება ნუ ხო და წარმოგიდგენთ აი აქ შეიძლება შანგრილა რაღაცა ცენტრ პოინტმა დაიწყო იქ კორპუსების ჩაყრა ამ ძველ თბილისში რომელსაც საერთოდ დაეკარგა იერსახე და ყველაფერი იქ ეხა მელიქეშვილზე იმ დღეს მოვდიოდა უყურებდი აი ამ ძველ შენობებს რომელიც უცხოეთში აკეთებენ იმ შენობებში სასტუმროებს ოღონ გარედან აწესრიგებენ და შიგნით არის უკვე თანამედროვე მაგრამ არავინ არ ანგრევს ამას გესმით იცით რა არის აი ქალბატონო ბაია თქვენ ახლა ახსენეთ და თქვით მე არ მინდა რომ აი ისე უცებ გავიაროთ თქვით აი ეს ენერგო კრიზისი რაც არის ყველაფერს თავი დავანებოთ რას თქვენ ჩამოთვალეთ თქვით რომ საერთოდ აი ის რომ რაღაცა პრობლემა გაქვს ერთხელ გაიკიშა რაღაცა მე რაღაცა თუ მე ეს არდიაშვილი რაღაცა მოხსნეს პასუხისმგებლობა იცით არ ვიცი
ეს რომ მეორეჯერ მესამედ მოხდა ხო გუშინ რაც მოხდა ზარდიაშვილი ვინ არის ზარდიაშვილი არის ვინც იყო მე მგონი ვანო ზარდიაშვილი რომელიც იყო ამ მარეგულარ კომისიის რაღაცა ძალიან დიდ ხელფას ასახელებენ და კი ბატონო რო საერთოდ მარეგულარ კომისიებში ენერგეტიკის სფერო ყველაზე ძვირიანი ხო და ამ ენერგეტიკის სფეროში რაღაც კვალიფიცია არ ვიცი ნუ თუ კვალიფიციური ადამიანი ხო უნდა იყოს ამ პერსონალი როგორ იქნება ხა რა ვიცი ყველას გაყრიდნენ ყველას გააგდებდნენ 80 წლისას კაცსაც რომაც იცის ბევრი არის დიდი სტაჟიანი პროფესიონალები ვინც იყვნენ ენერგეტიკოსები ხო ნუ ისინი ასაკიანები იქნებიან ისინი გავიგებ არა ასაკიანი ხო და ეგ უნდა დატოვო რომ ის გეტყვის რაღაცა უნდა გადასცეს ბოლო გეტყვის სად რომელი ფიდერია ანუ რაღაც ესე იყო წყალქანაშიც ეს ეკრეს გაუშვა მიშამ ყველა ასაკიანი ვინც იყო და ბოლოს დადიოდნენ და ვინტილები არ იცოდნენ სად რა იყო მე მახსოვს ჩემ უბანში ჩვენი მეგობრის მამა გაუშვეს და მე მოდიოდნენ ახალგაზრდები დანიშნეს სხვა შორის შვილის მაკაცები დანიშნეს და მოდიოდნენ და ეგუებოდნენ ბატონო ივერი ეს არ იცოდნენ იმიტომ ამ ხალხმა ზეპირად იცოდა აი ზაფხულში შაშან თუ გახსოვთ თელი ჭავჭავაძის პროსპექტი გადათხრილი იყო და წახანდენი ითიშებოდა ხანი და რატო იცით რომ აი სხვადასხვა სოფლებიდან რემებიდან ჩამოყავდათ მუშები მაგრამ იმ მუშამ დაუშვათ არ იცოდა ენერგეტიკაში იქ რომ კაბელები გადიოდა რომელი კაბელი რის იყო და პირდაპირ ამ ემითი გლეჯდნენ გესმით ითიშებოდა მთელი უბანი ეხლა სოთაშო ზუსტაველია დაწყებული და მე ხუთე დღეა უკვე ხა ვინც იქ ცხოვრობს შენ შეერა დავდივართ ხანდენი ითიშება ხან წყალი არის ხან კი ბატონო ამას მაგრამ მე რასაუბრ რა მინდა თქვა მოსახლეობისთვის ეს არის მით უმეტეს დაძაბულია ყველაფერი მით უმეტეს აგერ ირანში რა ხდება გვერდზე აგერ უკრაინაში რა ხდება გვერდზე და თან კაცო ეს მე კონსპირაციის თეორიას არ იმოშევ მაგრამ მოსახლეობაში უკვე არის სერიოზული პანიკა თქვენ წარმოგიდგენიათ ხალხი ვაგონებიდან მე რომ ნახე ეს ვიდეოები ვაგონებიდან გამოყავდა არავინ არ გაჩერდებოდა იქ ბუნებრივია იყო სრული პანიკა რაღაცა ხო უნდა გაეცეს პასუხი არა კარგი ვიღაცამ შეიძლება თქვას მე პასუხს ვაგებ ეს არის ჩემ ხო შეიძლება საერთოდ ზოგადად პასუხისგებლობის ისიც უცხო გვაქვს ჩვენ რა ესე იგი ადრე იყო განათლებაზე ვისაუბრობთ ხო ეხა ადრე იყო განათლების მინისტრები გადადგენ და მიდიოდნენ პასუხის კი არ აგეს მიდიოდნენ განათლების მისაღებად ჩვენ ხო გვახსოვს და რა არის პასუხისგებლობა რა არაფერზე არ უგია გესმით თქვენ და მაგაშია საქმე არასოდეს იმიტომ რომ მე მაგალითად რჩება ესეთი განცდა ხა მართლაც არასწორი ვიყო რომ დაუშვათ ვიღაცა რომ დააშავებს იგივე ვთქვათ უგულავა ხო სად იყო ესე რომ ასე იგი ასფალტის ნახევარი 14 დაწია 7-ზე და ნახევარი მოხსნა ჯიბეს ჩაიდო ხო მაგრამ გარეთ არის რომ იმის მერე ვინც არის დაუშვათ ხელისუფლებაში და ღმერთმა არქნას რაღაცას ესე ჩადის და იპარავს რომ შემდეგ ამასაც შეჭება რა თქმა უნდა დაუჯელობის ვერაფერს ვერ იმიტომ რომ რაც შეეხება სპეციალისტებს, არაფერში სპეციალისტი აღარ აქვს. არც დურგალი, არც სანტექნიკი, არავინ აღარ, ესე იგი, ყავს ყველაფერშიკები ელიავაზე რო დგანან და რას გაგიკეთებენ კაცმა არ იცის. ადრე ხო იყო, ყველა წავიდა საზღვარგარეთ, იმიტომ რომ არ არის მოთხოვნა. გეოლოგია აღარ არსებობს. იმაში გპ-ში მას აღარ ასწავლიან მასალათა გამძლეობას და იმას არქიტექტურაზე გესმით? ძალიან ბევრმა არ იცის, მე სულ ეხლა ხანს გავიგე, ისეთ საუბარი იყო და რკინა იღლება, ანუ რკინას დაღლა აქვს. ანუ ეს არის მასალათა არის ყველას გონე რა ხარ რკინა და იმას თავის დაღლა აქვს, იმას თავის დონე უნდა. იგივე როგორც ცემენტს არსებობს არიციან. სამწუხაროდ ეს არის და ეხლა პასუხისგებლობა თქვი დავახსენე და სულ ხალხანდანი მაგალითია. კულტურის მინისტრი ეს ქალბატონი და დამავიშთა რა ქვია? არა, არაფერი, აი Facebook-ით გავიგეთ ყველა ჩვენც და ჟურნალისტი იქნება თუ რიგითი მოქალაქე, რომ ქალბატონი თიკა გადადგა არავინ არ იცის რა მოხდა რა. ეხლა არის რაღაც მithქვა მოთქმები რომ რაღაცეებში თურმე ფლოტისი არ არის საქმე. კი ვიცით ვინც იყო ეს ქალბატონი, მაგრამ კულტურის სამინისტროა. ეხლა რაზე ჩვენ ვილაპარაკეთ, განათლებაც და ყველაფერი. კულტურის საქართველოსთვის კულტურის სამინისტრო რა. მე მგონია რომ რაღაცა სხვა ის არის ვიდრე ხა თქვა რაღაცა სხვა ქვეყნის კულტურის. ხა მე ქალბატონ თიკას ორჯერ ვარ შენახვედრი და მომდის ხოლმე ხა ბევრი ყავს ახალგაზრდა სტაჟიორები, მომდის ხოლმე მოთხოვნები რომ დავუშვათ რა ღონისძიებები ჩავატარ და ყოველთვე ფაქტიურად ერთ-ერთს უგზავნით, იმიტომ რომ ნუ რაც ტარდება უკვე გაწერილი გვაქვს და გეგმაში იწერება, მაგრამ აი ბოლოს ძალიან გაკურებული დავში მომივიდა ეს მოთხოვნა ინგლისურ ენაზე.
და გამიკვირდა, იმიტომ რომ კარგი გავიგე, წავიკითხე და მესმის, მაგრამ სამართალწარმოების ენა საქართველოში ქართული როა და სახელმწიფო ენა ინგლისურად რატო უნდა გამომიგზავნო? რა იყო, თქვა? ნუ იგივე რომ რა ღონისძიებები ჩაატარა. არა და თხოვეთ რატო? არ უთხარით რატო? არ მithქვამს ისიც რომ აზრს ვერ ხედავ. ეს რა არის? ვითომ ხა? ნუ არ ვიცი ხა ეს მაპატია და მარიაჟია რომ ინგლისური იცი თუ რაღაცა თუ მე მგონი მაპატია და გოიმობა უფრო. ნუ არ ვიცი ვის როგორ ესმის რა. მაგრამ სახელმწიფო უცხება არის რომელსაც აქვს ურთიერთობა პროფესორ მასწავლებელთან და იმას რასაც აქამდე საქართველოს არა როგორც მასწავლებელთან არა როგორც მუზეუმთან ისე მუზეუმთან კი ბატონო მით უმეტეს ინგლისურად რატო უნდა მომივიდეს ნუ ეხა მე ვფიქრობ რომ ეს ვიღაცა ახალგაზრდის კერძო ინიციატივა უფრო იქნებოდა იმიტომ რომ როგორ შეიძლება ეხა ადმინისტრაციამ დაავალოს ვიღაცას რომ ინგლისურად კარგი მე დაუშვათ მესმის მაგრამ არიან მუზეუმებში ასაკოვანი ხალხი ვინ შეიძლება ვერ გაიგოს ეს ხო და რატო სავალდებულოა რატო უნდა იცოდეს ინგლისური ქართული იცოდეს და სწორედ დაწერონ რასაც წერენ ხო შეიძლება გრამატიკულად გამართულად იმიტომ რომ თარგმნიან უცხოურიდან ამ რაღაცა იმითი translated ისეთი წყობა გამოდის რომ ვერ გაიგებ იმანა თქვა აი რაღაცა სასწაული აი როგორც Facebook-ი ითარგმნება ხოლმე ნუ კოშმარი არ შეიძლება ესე ნუ არ ვიცი ხო და მე კიდევ ერთხელ მოვიყვან ალის შენგარის დროს ჩატარებულ ებრაული განათლების ხსნის კომისიის რეკომენდაციებს. აქაც იყვნენ ჩამოსულები მერაბ ჯიბლაძის მონაყოლით ვიცი და 12 ქვეყნის განათლების რეფორმები ვნახეთო. ზოგად განათლებაზე. მე იმ პერიოდში მუშაობდი მაშინ ოცნების ენის კულტურის და მისი რა ქვია განათლების დარგობრივ ჯგუფში და ეს რო გამახსენდა მეც 11 ქვეყნის ეს ვნახე და ჩვენო ეს ებრაელები იძახდნენ ყველა ვნახეთო მაგრამ მივხვდითო რომ ჩვენი ებრაული გვინდაო და მე ისეთი რეკომენდაციები ჩადეს რომ აი სკოლებში პედაგოგები რომლებიც ისრაელის ისტორია იციან ერեց ისრაელი სიონიზმი ეხა ჩვენ დაუშვათ შეიძლება საქართველოში მრავალ კონფესიური ვარ და კონკრეტულ მართლმადებლურ იმას ვერ ამარა გოგებაშვილის დედაენა ჩავდები თუნდაც იმიტომ რომ ბებია ჩემი იყო მეგობარი იყო მამამისის და მე გავიზარდე მაგის მოთხრობებზე და იმაზე და ამას თავისთავად თუ ისწავლიდა ბავშვი ის მართლმადიდებლობაც შიგნით იდებოდა გესმით უკვე თავისთავად და მე ამ ალის შენგარს განათლების მინისტრს შეატანინეს და ჩააწერეს კონსტიტუციაში ყველა მომდევნო მთავრობისთვის პარტიული ვინც კი მოვიდოდა ლიქუდში რომ სავალდებულო ანუ ეროვნული იდეოლოგიის ხაზი ჩადეს ამითი გესმით თქვენ და ჩაიწერა ეს ის კი არ უწერიათ რომ ევროკავშირში მივდივარ და ამ დროს დღე არ გავარო ვიღაცა არ გამოხდეს იმ ევროკავშირიდან ცოტა ისეთი ჩვენს მიმართ არ გაგულანძღონ არ გაგვთოთხონ და რასაკვირველია მე ხელისუფლება სამართლიანად და სცემს პასუხს მაგრამ შენ რომ იმის დაბუნათებაში ხარ და მაინც ეს გიწერია ხა ეს ერთმანეთში არ მოსულა ეს იგივე არა ნატომ დღემდე გვიწერია ნატო და ევროკავშირის საპარლამენტის ხო და არ ვიცი მე ვფიქრობ რომ გადასახედია აუცილებლად გადასახედია ესა ხო ხო და ნუ აი ძალიან დიდი პრობლემაა ესა. პირველი განათლებიდან მოდის სულ ყველაფერი, იცით რომ იმ ახალგაზრდამ არ იცის ელემენტარულად გეოგრაფია. აი არიქა კი ბატონო ვიცით რუსეთი რაც არის, ვიცით რუსეთმა რაც ქნა, მაგრამ სხვებმა რაც გააკეთეს, ისიც უნდა ვიცოდეთ ჩვენ. ხო ჩვენი ისტორიაა ესა. ერთ ხوار შეიძლება მიკერძოებული ვიყოთ მარტო რუსეთს გადავასიდეთ. კი, იმას თავის ცოდვები აქვს და ზუსტად ვიცით რა და როგორ არის, მაგრამ შენ უნდა იცოდე რომ თუნდაც გეოგრაფიულად რო იძახი რომ ევროპა ვარ და ესა აზიაც რო ხარ და ყველაზე დიდი ევროპული სახელმწიფო რუსეთი რო არის თავის ტერიტორიით, ესეც უნდა იცოდე, იმიტომ რომ ვერ გადაახტები შენ რუსეთს და ვერ შეხვალ იმ ევროკავშირში, რომელიც იშლება დღეს. უკვე ისეთი მდგომარეობა ამ თავისი ვიღაცები უდიდესი პრობლემები, უდიდესი კი ბატონო და ის არ იყოს დამადლება რომ ჩვენ ამდენი მოგეცით ფული და ამ დროს აღმოჩნდა რომ ეს ფული თურმე იმ რაღაცა არასამთავრობოების დაფინანსებაზე და მომზადებაზე და ტრენინგებზე წავიდა რომლებიც კინაღამ დაგვამხეს თავზე მთელი თბილისი ხო ეს უკვე ცოტა ის არის ამიტომ როგორღაც უნდა ეყოს ხელისუფლებას პრინციპული პოზიცია რომ ან ნაციონალიზაცია მოხდეს და ის დაყიდული რაღაცები სტრატეგიული მაინც რომ დავებრუნოთ ხო არავინ აღარ ამბობს დღეს რო არის ლაპარაკი რო არიხა გამსახურდია კი ბატონო მაგრამ ჩახედონ ის გამსახურდია რას წერდა მაშ კონსტიტუციაში რომ სტრატეგიული ობიექტები არ უნდა გაიყიდოს ყველაფერი გაყიდულია აბსოლუტურად ბატონო
ნუ თუ არ შეიძლება იმის დაბრუნება, კი, ვალია რაღაცა, მაგრამ ვიღაცას რო აქ ნაყიდი კერძოს და არ ამუშავებს და გაჩერებულ ჩამოართვი რა. ბატონო, არა, ნაციონალიზაცია ამ შემთხვევაში ოღონდ კარგად დაწერილი დოკუმენტი და კანონის ფარგლებში ეს არის ერთ-ერთი ისეთ გამოსავალი, მაგრამ ჩვენ ახლა ისეთ რაღაცებს ველაპარაკობთ, წარმოიდგინეთ, ქალბატონო, დავით გარეჯის საკითხი, როცა იყო საჭირო, აქაც ხო მგონია რომ აი ხელისუფლებასაც რაღაცა ჩვენი პრობლემა არის, გარდა იმისა, რომ აი ეს გაუნათლებლობის და საერთოდ ეს უვიცობის პრობლემა არის, ხო? არ ეწყინება ახლა, მე მგონი იმ ადამიანს ყველა მიხვდება ვისაც ეხება. არის რაღაც კომპლექსების, აი რაღაცა, აი ეს კომპლექსების ქვეშ ვარ. აი მე მინდა თქვენ ახლა ახსენეთ, აი რუსეთთან დამოკიდებულება და რაღაც. ის რომ საერთოდ ყველაფერს თავიდან ამბობთ, ისტორია ვარ წაიკითხოს. აი ჩვენთან არის ხალხი აქ და ეს ხალხი პოლიტიკაში არიან დღემდე, რა ვიცი. კი ამბობენ რომ ეს ოპოზიცია აღარა, მაგრამ თვითონ თქვით და ძალიან ბევრი უწყება, მარტო მარეგულირებული კომისია ენერგეტიკა კი არა. ძალიან ბევრი უწყება, სადაც ნაცები სავსე არის. ხო, მერიაში. მაგრამ ჩვენთან არის ხალხი და დღეს გამოდიან კიდე ეთერებში, იღებენ მონაწილეობას ამ Facebook-ზე და არის ხალხი, რომელთაც ჯერათ, რომ ესე იგი რუსეთი, როგორც ასეთი ქვეყანა ჩამოიშალა, უკვე იშლება და ჩვენი მალე გამარჯვება იქნება იმით, რომ წავალთ ევროპაში და ყველაფერს თავი დაანო და ევროპაში დაუბრუნდებით ჩვენ ისტორიულ მიწაზე. ეს ხო საოცრებაა, თუ ამას. მაგრამ ყველაზე მთავარი არის ის, რომ სულ რომ აი ახლა ხვალ რომ აი უზარმაზარ ეს ტერიტორია გაქრას. ის კი არა რაღაცა სხვა რა პრობლემები წამოვა, აი ახლა უცებ რომ გაქრეს რუსეთი. ამათ რა გონიათ, ანუ როგორ რეალობაში იქნებიან, ანუ ვისთან აღმოჩნდები, სად აღმოჩნდები, ანუ რა არის მართლა ჩვენი ის და დღეს რუსოფობიის კამპანიას, აი რაც საშინება მოხდა, იმაზე აღარ ვამბობ. ჯერ აქ კარგი, რუსებს ესე დაძდებ და ამით აფხაზეთს იბრუნებ, ეს არის საოცრება. ანუ შენ რუს გოგონას სემ და ანდა შეუვარდები რუს ტურისტს, ხო? შეუვარდები რუს ტურისტს. ამით აფხაზეთს იბრუნებ და მე კიდე პარალელურად გამოდიხარ და არ ვიცი, აი იგივე თქვათ ეს ნოდარ დუმბაძის და სახელოვანი ხალხის გინო, ამასაც რომ მაპატიეთ, აპრავებ და ამაში ხელს უწყობს სახელმწიფო მგონი, იმიტომ რომ თუ ეხა მერაბჭიკაშვილმა რაიმე ესეთი თქვა, ეს ქრინვას ქროლა და რაღაცები რო გაკეთო, მაშინ რაღაცა მე რო იმაზე მსჯირო, მართლა რაღაცა ქართულზე შეიძლება უცოდინრად, მაგრამ ვერ ვაყალიბი, მაგრამ მეტკინა გული, იმიტომ რომ რავი, ნოდარ დუმბაძის აი ამაზე, მაშინ არ ვიცი რა ხდება და ამასაც რუსოფობიურ კამპანიაში მოყავთ. რაღაც ისურველებს ამბობენ ამაზე. აი, რა სიტყვით ამაზე. არის ეს, მე მგონიო რაღაცა ხდება რომ აქაც ხელი შეწყობა ხდება. იცით რა, ეგეც აი ჩემი აზრით გაუნათლებლობის ბრალია, იმიტომ რომ ერეკლეს პერიოდის ისტორიას რო იცნობდეს, თუნდაც საზოგადოების დიდი ნაწილი. ესე კი არა ყურის მოკრით რომ არ იქა ტრაქტატი რომ მარტო ტრაქტატი და იქ რა პერიოდში რა ხდებოდა რა რის საშიშროების წინაშე ვიდექით ოღონდ რეალურად. კაი, დაუშვათ ჩემი არჯერა, თქვენი არჯერა. გადმოიღონ წიგნები საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ჩაიხედონ. ის წიგნი, რომელიც სტალინის დავალები დაწერა ჯანაშიამ ბერძენიშვილმა, ჯავახიშვილმა, არაჩვეულებრივი, რომელთაც ნოდარ მგალობლიშვილი და თენგიზ არჩევაძე სწავლობდნენ და მერე ხრუშჩოვმა მოსპო იქედა. რატო არ შეიძლება ის სახელმწიფო ბავს აჩვენო? აგებინო, მისი რა იყო, როგორი იყო, რა სთხოვდა ერეკლე ევროპის ელჩებს, რამდენჯერ გააგზავნა, რა დღეში ვიყავით მაშინ, აქედან ის იქედან. ლეკიანობა, მარტო ლეკიანობა. გადაშენების გზაზე ვიყავით, მაგრამ კიდევ ერთხელ გამიმეორებ, რომ როგორც აკაკიმ დაწერა კუდაბზიკეთი და ილია იძახდა, რომ ჩვენო ბადის სულგმულობა გჭირსო და სხვის რიკრიკაზე ცეკვაო. აი ეს არის ყველაფერი, რა, აი მატრაბაზული ქაჯობა და გოიმობა, რომ არის ევროპული ყველაფერი. მithქვენ და შენი რო გადასარევი, იგივე კანონები რო გადმოგვაქვს. აგერა ბექა აღმუღა სამართალი. ეტიკეტი გაქვს, ხო სამეფო კარის გარიგება. იმითი რამთვეობის განმავლობაში ელოდებოდნენ გიორგი ბრწყინვალის დას ეგვიპტეში რო ჩავერო, ენახათ როგორი გემოვნები ჩაცმული ხალხი ჩადიოდა. რას იგონებ და არიქა ევროპაში ესეა. იმ ევროპაში ესე როა ჯერ რუსეთში შემოვიდა, იქიდან ჩვენთან შემოვიდა, ჩვენც ვიცოდით ბატონო და არც ისეთი ველურები ვართ, როგორც ეს ვიღაცა როთები და ვიღაცები გვეძახიან რომ თქვენ ხართ ველურები და აქ არის 64. ღმერთმა შეარგოთ მაგათ ეგეთი 64 როგორც თუ 64-ია და მაგათ თუ 64. რუსეთი მთელი ერთი საუკუნე ფრანგულად ლაპარაკობდა ლამის. მე დიდი ბებია, ჩემი ფრანგულად ლაპარაკობდა, მისი შვილი, რა ქვია, გერმანულად, იმიტომ რომ ომის დრო იყო და მტრისენა და რაღაცა და ყველაფერს დავინაბად, ბევრჯერ მაქვს ნახსენები, დიდი ბებია, დედაჩემის მამის დედა გერმანელი იყო, დედით იყო ლატვიელი.
მაგრამ აბსოლუტურად 1 გრამის სისხლი არ მიმაშია რომ მე ევროპელი ვარ ამით, იმიტომ რომ იქით ყავდა ნიჟარაძე, წოლუკიძე, ამაშუკელი ესა ისა და უფრო იქეთა ვარ მე. ვიდრე ევროპისკენ, იმიტომ რომ არ მომწონდა რაღაცეები და არც ახლა არ მომწონს ბევრი რამე, იმიტომ რომ რაც მომწონდა, ის მივიღე მე ჩემ ბავშვობაში და ახალგაზრდობაში. ეს იყო მხატვრული ლიტერატურა, ეს იყო თეატრი, კინო, მუსიკა, ყველაფერი. თუ კი რამე კარგი ქონდა ამ ევროპას, ამას ჩვენ ვიღებდით. და უმაზე დიდი დოზით ვიდრე თვითონ ევროპელმა იცოდა ეს იმისთვის რომ გეკითხა ვინ არის შექსპირი და ჰემინგუეი ვერ გეტყოდნენ. ჩვენ ვიცოდით ესა. არა, აი მე მაინც მგონია რომ კიდევ უფრო მეტად რომ აი რაღაცა თქვენ ახსენეთ რომ საერთოდ თუნდაც განათლების რეფორმა, აი დისკუსში ვინ შემოყავს, აი რა ხალხი შემოყავს. დღეს ისეთი პოლიტიკურად ისეთი სიტუაციაა რომ აი ჩვეულებრივ რიგით ადამიანს სულ გვერდზე გადადოს და ასეც უნდა იყოს. როცა განათლების სისტემაზეა ლაპარაკი, ყველამ უნდა გადადოს ყველაფერი, როცა თან ხვალ რო შვილი შეყავს სკოლაში. ეს პოლიტიკური დისკუსია რო გადავთ, ანუ უნდა ვიცოდეს რიგითმა ადამიანმა, იმიტომ რომ ადრე როგორ იყო, ხო, აი თუნდაც მთის წესი ავიღოთ, ხო, ეს აი როცა მიდიოდნენ კითხვას ადამიანები რომლებიც იყვნენ, რომლებსაც ეკითხებოდნენ მთაში უხუცესები, ხო, რაღაცა. ის ადამიანი რომ მიდიოდა, შეიძლება ფიზიკურად საერთოდ არ ყავდა ის ნარახი, მაგრამ მისთვის ავტორიტეტი იყო. როგორც თქვენ ახსენეთ, მეც მახსოვს სკოლაში ავტორიტეტი პედაგოგები. სასწავლო ნაწილი იყო ჩვენთან ესეთი ავტორიტეტი 57 სკოლაში ვსწავლობდი მე და მახსოვს ახლა ეს სკოლა და საერთოდ ბევრი თბილისის სკოლა გამოირჩეოდა ბიჭები ახლა არავინ არ იყო ვინმეზე ნაკლები და მაგრამ აი ზავარდნილი ბიჭები და ისინი რომ დავინახავდით ბატონ კაკულიას რომ მოდიოდა დერეფანში მე ხო ხედავდი ახლა როგორ გასუსულები იყვნენ და ეს იმას კი ანიშნავდა ის რაღაც ავტორიტეტი იყო და ანუ იგივე განათლების სისტემაში ვინ რომელი ახლა აქ მყავს ნიკო კიცხოველიან რაღაცა ესეთი მაგრამ თუნდაც აი თანამედროვე ან ჩვენი არ ვიცი აი როგორ ავთქვა მაგრამ ახლა თქვენ ხარ ჩვენთან პირდაპირ ეთერში და აი ხა ბატონი რეზო ამაშუკელი ცოცხალი ყოფილიყო და რამოდინ იგივე თქვა ნოდარ დუმბაძე და ეს ვისაც ხუში რომ ვიღაც აი ოდნავ მაის ამ რანგის ადამი ყოფილიყო რომ მე მეცოდინება რომ კაცო რეზო ამაშუკელს რაღაც პოლიტიკური ნიშით რომ ვიღაც აკრიტიკებს და ანდა თვითონ რომ ვიღაც მე ეს ვარ მაინდებ რომ ის ვიცი რომ ექიმია ამ შემთხვევაში და მასთან მიდის ჩემი ბავშვი როგორც ექიმი და თქვენ წარმოგიდგენიათ ახლა ისეთ საზოგადოებაში ცხოვრობთ რომ იმ დღეს გავგიჟდი არ მჯეროდა მაგრამ მე დავრწმუნდი და მივხვდი რომ ექიმი ამბობს რომ მე მაგალითად რუს და კოცო, ანუ რუს და კოც ოპერაციას არ გაუკეთებოდა. ეს საამაყო დაწერა Facebook-ზე და მე წარმოიდგენ მე კიდე როგორ მჭირდება, ეცი რომ განათლების სამინისტროში, როცა რაღაც რეფორმას იღებს, როცა ჩემ შულზეა ლაპარაკი, მაინტერესებს ვინ არის ამ დისკუსში, ვინ იღებს მონაწილეობას. მინისტრი ვიცი რომ არ არის ეხა არისტოტელე, ხო? ვიცი და ვერც მოვთხოვ. მაგრამ ვინ არიან დანარჩენი ადამიანები? მეცნიერებათა აკადემიაში შესულები არიან. იმე იქიდან გამოსულია. ახლა არ მინდა რაღაც არ არის თქვა კარგი სიტუაცია. ხო, მით უმეტეს როცა ვიცით რომ ესეც არ არის. აი, სრულ ქაოსში ვარ და თან ახლა დებატები რო არის ამაზე, რა თქვენ თქვით რომ მეც არ მომეწონა. ეს დებატები უკვე ბოლო პერიოდში მართლა არ შეიძლება რანგით ახლა. მე ბევრ რაღაცაში ვაკრიტიკებ პრემიერს და მაგრამ იმაში რომ ვის უჯდება იქ. თუნდაც მე რაბჭიქაშვილი მივიდეს იქ. არ უნდა დაждდეს. არა არის რაღაცა რაც არ უნდა დაждდეს. მისი მინისტრი გაუშვას, კაცო, მე თქვა კულტურის მინისტრი ხტები თქვა ჩვენ ან ტელევიზიაზე როცა იქნება ლაპარაკი, მაგრამ აი ეს ხო ბევრს ნიშნავს. ვინ ხვდება იქ? ვინ იღებს ამ რეფორმაში? იცით რა არის მერაბრო? აი მინისტრიც რომ გაუშვათ, მე ეჭვი მეპარება რომ იმ მინისტრებს და პოლიტიკოსებს ის სათანადო ის აქვთ დისკუსიის და მსჯელობის გამოცდილება, იმიტომ რომ ისინი დემაგოგები არიან, ეს მითქვენ. და იმდენი ცოდნა აქვს, რომ აი ცოდნით გააჩუნა, ეს მითქვენ. არგუმენტებით გააჩუნა, იმიტომ რომ იმათ მარტო დემაგოგია იციან, რომ მოგაყრიან, არ მოგცემენ ლაპარაკის საშუალებას, გესმით თქვენ და აი ხა აქვე მინდა ვთქვა, რომ აი სამინისტრო ხო ჯერ ეს ერთი ისეთ ექიმს კვალიფიკაცია უნდა შეუჩერო, მე თუ მკითხავ. აბსოლუტურად. ეს ერთი. მერე მეორე, მაინტერესებს ამდენი სუროგაციის ცენტრი რო არსებობს საქართველოში, ამდენი კაზინო, ვილაპარაკეთ უკვე ამაზე და ამდენი ბორდელი არაოფიციალური ეს აი მასაჟები და ესე ხო ვიცით რომ ეგ არის ფაქტიურად. რომელ 1700 წელზე ლაპარაკობთ მართლმადიდებლობის თუ ფარისევლობთ. მანდა მაინც ახლა მე პოლიტიკოსებზე ახლა სულ მახსენდება შალვა ნათელაშვილის ის რომ აიო მანო ილიამ აკაკის უთხრაო ფურთხის ღირს ხარ შენ საქართველო ეს და მე სხვა პოლიტიკოსისგან არ დავასახელებ ვინ მოსმენილი მაქვს რომ ბჭენი ჯოჯოხეთისანიო ვერ შეელეწებიან მასო ესო ილიამ თქვაო
ამდენს რომ იგლიჯავ თავს მართლმადიდებლობაზე და არიქა ეს ღონისძიება და ძალიან კარგი იყო ეს ყველაფერი რაც ნახე მაგრამ ელემენტარულად გადახედე რაღაცას რომ მიდიხარ ეთერში სალაპარაკო და სისულელე რო არ თქვა რომ თუ ვიღაცა ვერ ხვდება არის შემნაირები ვინც ვიცით რომ ხო გესმით თქვენ ხო და რატო იპაზორებენ ეს ჟარგონით რო თქვა თავს ხო გუშინ ერთი პოლიტიკოსი უსმენდი ტელევიზორში გამოდიოდა არა გვერდზე ვნახე Facebook გვერდზე ამოვარდა მე რუსეთთან ურთიერთობაში ჩვენი რა თვით როგორ მოიქცეო წერეთელმა დაგვიბარაო ეგრე ვიცო ნუ ხო წარმოგიდგენიათ ახლა წერეთლის ის დანარჩენი რომ წერეთლის ძმა საერთოდ მეფის ეთეთი დაცვის ხო ანუ აი დანარჩენი რა და შაირებიდან თუ ამოაქვთ და იგივე თუ გზავრის წერილებს იცნობ რო იძახის რო ლედღუნეს რო რას ვეთყი მე ჩემ ქვეყანას და როგორ საიდან წამოსული იძახის ამას მაგრამ საერთოდ გაუგიათ ეგეთი რაღაცა თხადაგიგოს მეტი თუ ეგეც აღარ ვიცი თხადაგიგოც არ ვიცი თუ ახსოვთ მე ილუსტრაციითაც მახსოვს ხო არა მახსოვს მე მათ არ ვიცი ეხლა ილუსტრაციების აღარა წიგნებს აი სულ მომყავს არის მაგრამ იცით როგორი რომ აი ამ ხელაზე არის ილუსტრაცია და აი ეს არის ტექსტი ესე იგი უკიდურესობაში გადავა ხო მე მახსოვს ერთ ბავშვს ამეცადინებდი ქართულში და იმას დუბაძის ნაწარმოებს გადიოდნენ იანგულის ხო და იქ მასწავლებელი არ უწევდა ბავშვს ქართულში ნიშანს და მშობელი იყო ძალიან შეწუხებული რატომ მეთქი და კომიქსიო დაავალო რომ ამის კომიქსი დაეხატათო და ვერ დახატაო და მე ვთქარ კითხე მეთქი ერთი ახალგაზრდა იყო და ეს რაღაცა ინოვაციური შემოიტანა მატრაბაზორლო ეს ბავშვი ქართულში იღებს მე ვთქარ ნიშანს რომ ხატვაში იქნება ვერ ხატავს უი ხო ვეთყვიო ხა მაგას ნუ მე დავუხატე მე ვთქვა და არ არის ყო პრობლემა ხა მაგაც მეხერხება ცოტა მაგრამ ნუ დამოკიდე ხო კომიქსის ხატვას უნდა სპეციალური ვერ და ბავშვი კომიქსს ვერ დახატავს აი ეგეთ სისულელეებს რო იგონებენ სკოლაში გესმით თქვენ და რაღაცა ვითომ იმისი აგერ ამოწერილი მაქვს პლატონის ის არა რომ законы музыкальной гармонии также священны так и законы государства никто не должен петь и плясать несообразно с народными песнями и танцами ანუ ეროვნულ საწყისზე გთავაზობს იმას გესმით თქვენ ყველაფერს ასე რომ ის რეფორმებიც რაც შემოდის ხო არის თქვი კიდევ ერთხელ ბექა აღბულღა სამართალი რაც ჩვენი იყო ხო იგივე ხეთების სამართალი ეგეთ ჩვენთან კავშირშია საერთაშორისო სამართალში როა შესული ჩახედე რა შეოხერო რა ყველაფერი ძველი რატომ მართლდება რომ თუ რაშაულის პატრონი წეში ეძებდა პანტასო სულ რაღაცას ვეძებთ იქ ესა მოდი რა შენსაც მიხედე ამდენი წელია მოდიოდი იცოდი ხო აი ეს არ არის თუნდაც იმ კომპლექსების ბრალ არ ვიცი აბა არის ხონერად როგორ უნდა გაჯობა ხო რაღაც კომპლექსები რომელიც აი ესე უაზროდ არ ვიცი და გადამდებია ეს ინგლისური სიტყვებიც ეხა რომელთაც გაჯერებულია სამეთყველოო უკვე ესე შემოვიდა მე მახსოვს ადრე რაღაცა ტერმინი რო შემოვიდა და ხო ტელეგრაფი თქვა ტელეფონი არ იყო და სხვა დანარჩენ სიტყვებზე დაждდებოდნენ ენათმეცნიერები და რაღაცა შესატყვეს იგონებდნენ საფრანგეთში კომპიუტერს ქვია ფრანგულად გესმით თქვენ ну აქ უკვე ისე ვიძახით რომ ბარბარიზმები რუსული ამ რუსულს არაბულს კიდე ინგლისურიც რო ემატება ქართული ცოტა ხანში აღარ დარჩება სალაპარაკოს რამეთყოლოში მარტო იქნება ინგლისურ რუსულ ქართულ რაღაცას აჯებს სანდარ რომელსაც ვერ გაიგებ რა არის მე სხვა შორის ახლა ხანს ქონდა საუბარი ბატონ კოტონიკაძესთან და ვიხსენებდით რომ აი რუსებმა რუსოფობიის იმაში და ლანჩ გურიაში ახლაც არის მაღაზია რამოდენიმე მაღაზია მინახავს ჯერ ძველი წარწერა ჯერ მაღაზია წერია მაღაზია ჯერ ქართულად წერია და მე წერია მაღაზინ მაგალითად რა და აი ხაც რო შევხედოთ დღემდე არის შემორჩენილი აი ხა ოთაჭალის ავტოვაგზალზე როგორ შემორჩათ ის არ ვიცი მიშას დროსაც არის ამდენი რუსოფობიის რუსულად წერია ავტოვაგზალი და ვერძე აქ იქვე ანუ ქართულ რუსულად წერია რა სადგური ავტოსადგური და სულ რაღაც აი მაგალითები მომყავს რომ რაღაცას რომ მეტყვი ანუ რაღაც მაგალითით მითხარი ხო რომ იმ მით უმეტეს ბავშვმა მომათავებამ გაიგოს რომ იცოდეს ცოდრა ქონეს რასაც ხენა იმიტომ რომ თუ არ იცის წაკითხულიც არ აქვს წიგნშიც არ არის ჩვეულებრივად აყვება იმ პროპაგანდას იმიტომ რომ მოქმედებს ეს ხუთი და ის მობილური ჩვენ კი არა ძალიან მოქმედებს ძალიან კაცო ძალიან მოქმედებს მით უმეტეს ბავშვები რომლებიც დღეს სულ იქ არიან
საკუთარ მამაზე და დედაზე რო წაიკითხო რა მოbrunდებ უკვე ეჭვის თვალით იყურები იმდენად მოქმედებს ეს ხვილი კი არ არის ეს სპეციალური რა ვიცი სუნძი და ლაოძი მე-5 საუკუნეში ამას სხვანაირად როგორც გინდა პროპაგანდის იარაღი ეს არის ძალიან დიდი იარაღი გინდა შენი მტერი დაიპყრო ჯერ დაიპყარი მისი შვილი ანუ იმ გაგებით ნუ აი გებელსი რასაც იდახარო თქვენ შვილებზე მუშაობდა ტელევიზია გუსტავლებროს მასების მართვა იდეალურად აქვს ტელევიზია და გაჩვენებ როგორ უნდა ის და აი ამის ფონზე და ყველაზე მეტად კიდე ჩვენ ამის ესეც გვაქვს ანუ გამოწვევა ესეც არის და მით უმეტეს კიდე გამოდივარ და მოიცარ ტურისტი ანუ ყველგან ყველაფერში სტრატეგიულად პრიორიტეტული მიმართულებები ტურიზმი როგორ არ ვიცი ძალიან დიდი ქვეყნები ვიცი რომლებშიც ტურიზმი მაგრამ ისინი არ ამბობენ რომ ეს არის გადამრჩენელი აი რამდენი იმ დღეს უყურებდი სტატისტიკებს აი თქვენ ხო მუზეუმის აი როგორ მინდა გითხრათ გამოვიდა და რაღაც 2 მილიონი მნახველი ყავდა მუზეუმებს საქართველოში თუ რაღაც სტატისტიკა იყო ასეთი და აი მართლა მაინტერესებს ანუ რა ეს კაი უნდა გვიხარო და ჯერეთი რომ ქართულს ეცნობიან და ჩემთვის მაგალითად ძალიან მნიშვნელოვანი ხარ რომ უყურებ მაგალითად მუზეუმში და თქვაგან ურო დავდივართ შესაბამისად როგორ არის ხო ჟურნალისტის ბარათით ევროპაში როცა ჩვენ გადავდივართ იქ ნახევარფასი შევდივარ ზოგი იმაში რა და ეს ძალიან კარგია მაგრამ აი სულ მაინტერესებს ეს არის ეს იქნება ეკონომიკა შეიძლება ამაზე იდგეს და ტურიზმზე განვითარდეს ხო ნუ იმ ესე თვლიან რომ ვითომ ტურისტები რო შემოდიან კერძო ისინი იქნება რაღაცა კაფეები სამზარეულოები რაღაცები და ისინიც ჭამენ რაღაცას და ხაჭაპური შეჭამენ და რაღაცა ეს არის იმ კონკრეტული ადამიანის იმოჯახის ისიც თუ ხელი შეუწყეთ რომ მე ვიცი ყაზბეგში მაგალითად და ისეთ სადაც მართლა უკავროთ იღებდნენ იმეთ იქ ბევრი რაღაც ისეთ კანონი მიიღეს რომ იქ ის ვეღარ ემტეკ უკვე ბიზნესმენი შევა დღეს რო აქ მაპატი 4 ღვეზელი გაყიდო შენ და გააკეთო მართლა ამის როგორც კი გადაცდება და მატება გექნება მაშინ დაინტერესდებიან მავარნი ესე არ არის ანუ სახელმწიფო ასე არ არის სამწუხაროდ იცით ეხა რაც არ უნდა ისეთები ვიყოთ ლოიალურები ასე ვთქვათ ხელისუფლების მიმართ ნუ ვიცით ფაქტები ხო რომ აი წილსი ჩაჯდომა რაღაცა ნუ ხა იცით რა არის უბედურება რომ აი დღეს რატომღაც არავინ არ ფიქრობს მომავალზე რომ როგორი იქნება შენი შვილის მომავალი შვილიშვილის თუნდაც ქვეყნის მომავალი რაც არ უნდა ბევრი ფული ქონდეს და წახვიდე და მაიამიზე და სეიშელზე და იმაზე იცხოვრო ხო შენი ქვეყანა თუ არ დგას ფეხზე და ამიტომ იმაზე კი არ უნდა იფიქრო რა იშოვო დღეს ბევრი რომ ხვალ კარგად იქ ვერ იქნები კარგად არ გაცლის ღმერთი კარგად ყოფნას და არც იმას გაპატიებს რომ ენა ესე გააოხრო იმიტომ რომ ის ენა მე ბევრჯერ მიჩვენებია თქვენთვის ცაზე გამოდის და არ შეიძლება ესეთი დამოკიდებულება იმ ენასთან რომელიც ცაზე გამოსულია და ვარსკვლავებით ასომთავრული ამბანით არის შექმნილი ესეც არიციან ესეც უნდა ასწავლო იმ ბავშვს უნდა ასწავლო ყველაფერი. იგივე ეხა მე რო ვსწავლობდი სკოლაში ცოტნე დადიანის გმირობას ხო მეგობრების გამო. ნუ ბუნებრივია შენში ჯდება ეს რომ შენც ეგეთივე იყო მეგობრის მიმართ. ეხა ნახევარზე მეტად ხო როგორ არიან წააღრიან ერთმანეთს წამალზე, ამაზე, იმაზე არაფრის გამო. გაიმეტებენ. რაც თავარია მიაგდებენ და გაიქცევიან მერე სულ ყველანი. რომ პოლიციასთან ურთიერთობა არავის არ უნდა და ესე ხო. და კიდე ზოგი კიდე დასცინის ამას. სულ ლეგენდებია რომელიც აცხოვრებენ ამის სიამაყის გზნობას უჩენ. ლეგენდები არგონატების მითია იღეხა სურო შეხვიდე. ლეგენდა ეს ლეგენდა ხო შენ ხდის იქ პოპულარიზა მე განსწას გიჩენს ხო რამდენი რაღაცა და ეხლა პატარა ბიჭის მაგალითზე. ვინ გუშმა ბიჭმა რაც გააკეთა. რა იყო ხო ეს როგორ უცებ ყველას ის და როგორ ყველამ გაია ხო აი და ეს ხო მაგალითად აი პატარა ეს შეიძლება 100 წლის მერე ლეგენდად მოუნათლონ იმები ვახსენეთ და აი ზუსტად ავტორიტეტებს ხო პატრიარქის ავტორიტეტებს ანუ ყველა ვინც კი ავტორიტეტია ეს ილია არის თუ აკაკია თუ გალაქტიონი ხა მე ლემა ბერძენიშვილი მეტი არ ფსარაკეთებს ამდენი წელი ლანძღავს ყველას ხო და ვითომ ძალიან კარგი პედაგოგია ჟიჟილაშვილი და ინგა გრიგოლია როგორც ვიცი მაგის სტუდენტები იყვნენ იმიტომ რომ წინავს ორივე ეს მაგაშია საქმე ხო და ნუ არ ვიცი ავტორიტეტების აი ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ არის აი იმ ესეც განათლების ნაწილია მომავალ თაობა უნდა ეცოდეს თავის ქვეყანას ისტორიულადაც ვინ იყვნენ რატო იყო ეს კაცი ის ეხა არის საეკლესიო ცხოვრება რომელსაც საეკლესიო ცხოვრების თქვა პატრიარქებზე ამაზე იმიტომ იმათაც არანაკლები მაგალითები აქვთ იგივე კაცისთვის იგივე ბიჭისთვის ანუ ხო რაღაც ქვეყნად და პატრიოტიზმის შეგრძნება აი ეს რაღაც სუვერენიტეტი მარტო ტერიტორია ხო არ არის და რაღაცა ის მონიშნავდა სხვათა შორის ეხა მე
ქალთა ორგანიზაციაში ვარ, ვაკის განათლების იმაში და იქ მთხოვეს ერთხელ რომ აი გეგმაო ჩამოგვიწერეო, ნუ რა და როგორ გესახება და დავწერე მაშინ რომ ნუ ვაკეში ხარ, როდესაც თავიდან ვაკე შენდებოდა, ნუ ძირთად აკადემიკოსები, პროფესორ განათლებული და დილობიანი ხალხი რომ მოდით მეთქი დაიწყეთ ხო ჩამოყევით იქ ბასაღობერძის ხორობდა იქ ირაკლი აბაშიძის ხორობდა ახალგაზრდებს რაღაცა ისინი გაუმართეთ რომ ამ ახალგაზრდა მიცოდეს ეს ვინ იყო ის ვინ იყო და რას არა მარტო ვაკეში საბურთალოზე გადიდი დუბაში დიღომში ყველგან შეიძლება ეგეთი რაღაცა გაკეთეს მაგრამ რომ გააგებინო ამ ახალგაზრდა აბრები აღარ არის გინდა კონცერტი მოუწყე გინდა აბრები აღარ კი არა აბრები აღარ არის ქალბატონო ბაია თქვენ ხო კარგად იცი არ არის მე ვემზადებოდი ფურცელაძის ქუჩაზე ბესოჟღენტის ოჯახში როცა თეატრალში ვაბარებდი და იმ ქუჩაზე რომ ჩამოვდიოდი ადრე მახსოვს 4 თუ 5 გამოჩენილი ადამიანი ცხოვრობს. მათ შორის რომ ჩამოდიოდი ბოლო корпуსი იყო ბესოჟღენტი ედერ გუგუშვილი მომზადებდა და და მაშინ მახსოვს თეატრალში 96 წელს ჩავაბარეთ ან როცა ჩამოვედი უცხოიდან და უყურებდა მე რამოდენიმეჯერ რომ გავიარე ეხა არ ვიცი მე თქვი ერთხელ ეთერში მაშინ ობიექტივზე ზამღვანი ვიყავი და დილის გაცემა მქონდა რომ ვთქვი ეთერში რომ აბრები ჩამონგრეული იყო ზოგი ამოდენ ეს აბრა ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა ყველაფერს თავი დავანებო ტურისტი რო კითხავს აი ეს რა არის რა წერია და ქართულათაც ეწერა და რუსულათაც მაშინ და კი ბატონო ეხლა დაწერო ქართულად რუსულათაც თუ უნდა ინგლისურათაც მაგრამ ეწეროს ვინსაც ცხოვრობდა ვინ როგორ იყო ის აი ეს ძალიან ბევრს ნიშნავს თუნდაც არ გინდა და ავტომატურად სწავლოს სულ არ უნდადეს თუ გოგოს აწონებს ის ბიჭი თავს მაგალითად რო შეხედავს ის კითხავს ყველა ვარიანტში კითხავს ტურისტი რომლებიც ესე ფეხით ჰაიკინგი ანუ ფეხით მოსიარულე ტურისტები არიან და ძალიან ბევრი ჩამოდის ესეთი სხვა შორის აი გერმანია საფრანგეთსა ჩეხეთს რომ ამბობ რომ ჩამოდიან მართლა ჩამოდიან იმიტომ რომ მე ხშირად ვიცი ისინი ჩამოდიან სწორედ ამ კულტურის მათა ის მანქანით გადაადგილება კი არა ისინი თაში ვიდიან ხოლმე მანქანით ფეხი ძალიან ბევრი და იმიტომ რომ დეტალურად სწავლობენ იმას და დღემდე რუკები უჭირავს ბევრს ხელში ეხა Google და იმით კი არა, რუკები. თუ მონიშნულია. იმათმა უფრო იციან ქალაქი მე რომ მკითხო, ვიდრე დღეს აი ტაქსი ზღოლება. რომ თან ვერ გაიგებ. ისე ეცვლებათ სახელწოდებები და ვიღაცა სრულიად გაუგებარი, ჩეხი, პოლონელი გვარებია, რომ არც გამიგია. მე ქუჩა მიმაჩნია, რომ ჩემ ქალაქში ქუჩა უნდა იყოს იმის სახელობის, ვისაც რაღაცა დამსახურება აქვს. ქვეყნის მიმართ უნდას და ქალაქის მიმართ, ხო? ისე ზოგადად დაარქვა ეგერ ლეხ კაჩინსკის ქუჩა, ბუშის ქუჩა, ალევის სანაპირო. ძალიან ბევრი მათგანი ცოცხალი, აი ეს სიგიჟე კიდე, ეს რაღაც სიგიჟე. და აი ცოცხალს რაც ეხება, არანაირად არ არის მისაღები ჩემთვის ამ ვარსკვლავების გახსნა. რატო იცით რომ კი ეხლა გასაგებია რომ ეს ამერიკიდან წამოსული ის არის ხო ვარსკვლავი მაგრამ ადამიანის ვარსკვლავს რო უხსნი ცოცხალსთან და ფეხი დადიხარ მერეზემ ვარსკვლავი ვიცი ცალზე ბეთლემის ვარსკვლავი რო იყო და ფეხით რო დადიხარ ჩემთვის მიუღებელია ეს მიუღებელი ხო რაღაც ესთეტიური ის ხო რაღაც არ ვიცი ხა შეიძლება ზედმეტი ის მომდის რაღაცა თავის არა ამ შემთხვევაში იმასაც თავის მნიშვნელობა უნდა ქონდეს მაშინ ხო თან ესეთ ადგილებშია რომ გინდა არ გინახა ფილარმონია რომ გამოდიხარ ხანდახან მეც დამიხედავს ისეთ ადამიანს შეიძლება გადა აი ტაძარში სხვათა შორის ხშირად ყოფილა ხო არა და როგორ ვთქვა ხე ჟარგონით თქვა მოსულა რომ ხდება ხოლმე ხანდახან ისე რომ ტაძარ როცა თორე როგორ არის მაგრამ იქაც კი გიჩნდება ის მომენტი რომ არ დააბიჯე იმიტომ რომ პატარა არის აკადემიებია ხო ძირითადად აი რაღაცა უხერხულ მომენტს სვეტიცხოვლოში ხა მაგალითად ბევრი ისეთ ტაძარია მიხნის ხოლმე მე ეს ვარსკვლავი რომ ხდება რომ უნდა გადავიაროზე სხვა გზა არ არის ხო აი არ მსიამოვნებს ანუ თითქოს ისეთი ისე მაქვს ცოტა ესეთ შედარება გულზე დამადგის ფეხი ხა ისე არ არის დაუშვად რომ აღმოჩენილიც მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში რაღაცა ცუდი მომენტია რაღაცა შეიძლება რაღაც ჩარჩო კონდეს თავისი და რაღაცა ნუ მაინც ეს ყოველთვის არის შემოსული და ეს მაინც ხა შოუ ბიზნესში რაღაცა კი ბატონო მაგრამ მე მინდა უბრალოდ გაცემის ბოლოს მაინც ავიც შეიძლება ცოტა ისეთია მაგრამ თუ მოგონი ზუსტად მახსოვს საერთოდ აი განათლებაზე ვსაუბრობ და თუნდაც მე მაგალითად გამიხარდებოდა რომ განათლებაზე ყოფილიყო თუნდაც ახლა არ ჭუბი და საერთოდ არაეთიკურია მაგრამ აი თუ დავაიქნება თუ რაღაცა ერთმანეთის არ ვიცი მე რაღაცა ის იქნება ხო აი განათლებაზე იყოს კი ბატონო და ყველა სივრცეში ყველგან იყოს გახსნილი სივრცეები და ამაზე იყოს და აი დავაც ჭუბიც კამათიც ოღონ ეს იყოს ორიენტირებული იმაზე რომ და არა ისეთ სისულელებზე ხანდახან რესპონდენტების რთული გახდება მაგრამ
თუ მოიძებენ ეს, იმიტომ რომ უნდა მოისმინო კიდეც. წარე კრიტიკაც უნდა მოისმინო, იმიტომ რომ აი როგორ რაღაცა ეს დავით გურამიშვილის სიტყვები მახსენდება, სწავლული უნდა სწავლობდეს საცნობა თავისადაო, ვინ არის სიდან მოსულა, სად არის წავასადაო. აი ამაზე რომ კამათი იქნება, თუ ეს იქნება, მე რომ მივხვდები რომ უყურებ ტელევიზორში რომ ქალბატონი ბაიამაშუკა რომელიც მიწეული იქ მინისტრს, იქ იმას, აი იმის გამო და ეს არის ხომ თავარი, იმიტომ რომ იმაში დაიბადება ხო ბოლოს და ბოლოს ვიღაცა იტყვის რომ პრობლემაა ეს არის. რომ რაღაც გადავლახოთ, ხო? გონია რომ ისა, მაგრამ დღევანდელი რა ვიცი 35 წელია უკვე ვიძახით ამას ეს წელზე ვტრიალებთ ქვეყანა უდიდრესი ქვეყანა მყოლია სხვა შორს იმ მართვადი ქაოსის თეორიის ერთ-ერთი პუნქტია რომ განათლება აი კარგი განათლება ხარისხენ მხოლოდ ელიტების ის არის და აი ქვედა აი დაუშვათ ეს ფენარმა ჩვენ რომ ეკუთვნით ხო და იმათ არა გესმით თქვენ? იმათ არა. და მე ძალიან მაინტერესებს, კიდე დარჩება განათლების ზოგადი განათლების სისტემაში, რომ სკოლაში ახლა თქვენ რაც მოიყვანეთ საზეპირო, რომ არ უნდა ისწავლოს ბავშვმა და ლექსი, რომ არ დაიჩაგროს ის, ვინც ვერ სწავლობს. ხო, კარგი ლოგიკაა. როგორ? არა, სკოლაში ეს მითითებაა, რომ ვინც ვერ სწავლობს, ანუ მაპატია და დებილია და ორებს უწევდა სკოლაში ვინც ვერ სწავლობდა და ვიღაცა რომ სწავლობდა და წინავდა და ტვინის გახსნილი ქონდა ის რა შუაში ის არ უნდა ის უნდა დაიჩაგროს მაგრამ აი ეს რო ვერ სწავლობს ეს ბავშვის ინტერესია აი ესეთი დამოკიდებულება არ სწავლობენ საზეპიროებს სკოლაში აღარ სწავლობენ აი ეს არის დამოკიდებული ქართული პოეზიის მიერ როგორ შეიძლება გურამიშვილი არ იცოდე გალაქტიონი არ იცოდე მე ხო აი გამაგებინეთ ერთი ქანი ხოშანი ეს ზეპირად ეხაც მახსოვს ყველაფერი ხო შუშანიკიდან აქეთ ნუ დაუშვათ ეხა რაღაცა შეიძლება იმ მასშტაბით არასწავლო არა მაგრამ რა თვითონ განცდა ანუ რაღაც აი ხომ უნდა იცოდეს აი რა და ის მაგას თავი დავანებოთ ჩვენ ვილაპარაკეთ ამაზე ადრე ეთერში მოთხოვნა რომ საერთოდ მოთხოვნა რო არ არის ანუ მასა მოწაფეს რო არ თხოვდა იმას რო არ აქვს ის განცდა რაც მე მქონდა რომ კვდებოდი რა რო არ ვიცოდი რაღაცები კვდებოდი მე მახსოვს კარნახის დროს რა ხდებოდა და ჩვენ გამორჩეულად ვსდებოდით ისეთ ბავშვებთან მაშინ სიმაღლეს ვიხევდით იყო რამე რო ყო დამხმარებოდა და ვიცოდით აი ეს ვინ გვარცხეს იყო დაფა და ვინ გვასახელებს არა ამას კი არ მობრუნებ მაგრამ ეს ხო რაღაც თავისებურად ნიშნავდა რაღაცას ვინ გვარცხენს და ვინ გვასახელებს იქ არ ვიცი მე იქ ხო არასდროს არ მინახავს მე ვინ გვარცხენზე ვინმე მაგრამ უბრალოდ იყო ეს განს არასდროს არ მინახავს რომ მე ხო ვინ გვასახელებს იქ რა არის აი დღევანდელი ზოგადი განათლების იმაზე უმაღლეზე არ გავდივარო როდესაც შენ ის კომუნისტური სისტემა იმ განათლებით გზდიდა იქ ორიენტირებული იყო იმაზე რომ ის ბავშვი საზოგადოების ღირსეულ პიროვნებად უნდა აღზრდილიყოს დილობიანად რომელიც უფრო წამოუდგებოდა ადგილს და ყველა ღირებულება იქ ჩამოუყალიბდებოდა და დღეს აღარ არის ესე დღეს დაუშვათ რას თქვენ თქვით და ჩვენ დროსაც იყო რომ კარნახობდით რაღაცას დღეს არის კონკურენციის ის რომ იმას არ გადააწერინო შენ იმიტომ რომ იმას შენ არ გაგისწოროს ესეთი რამე არ იყო ხო ხო წარმოგიდგენიათ იმიტომ არ უნდა დაუთმო ადგილი რომ ნუ ეს იმიტომ რომ შენ გადახდი შენი გადახდილია მე ტესტს ვატარებდი ბავშვებთან ეთიკას რო ვასწავლიდი რომ გეხრჩობა მამა მოხუცი და ახალგაზრდა ძმა ნუ ხა იქ შეიძლება დედა დაიყოს არ აქვს მნიშვნელობა მაგრამ რა არის მიზანი რომ ერთის გადარჩენის შესახებ ჯერ მორალურ არჩევანზეა ტესტი გათვლილი და არავის არ მოძდით აზარს თავში რომ ამორალური ესედაც მე შეკითხვის და მე პასუხი საბოლოო ისიც რა არის რომ უნდა გარდაარჩინო მამა იმიტომ რომ ძმა რო გადარჩეს ქონების გამყოფით და მე ბავშვებს მეუბნებოდი რომ ბავშვებო ერთი თხილის გული 9 ძმამ გაიყო ასე ვსწავლობდი ჩვენ ის კი არა რომ იმას არ დარჩეს და აი ეს მენტალობაა არ არის ეს ჩვენი მენტალიტეტი ამ პრინციპით სწავლა და გაზდა ბავშვის არ შეიძლება მაგის ცხოვრება ხო საერთოდ ძალიან ცუდ შედეგს მივიღებთ ჩვენ ერთი 50 წლის მერე და ნუ რა ვიცი ნუ ეგონება რომ დღეს თუ რომელიმე ან თანამდებობაზე ან სადმე ბიზნესში ფულს იშოვის რომ მე ეს ყველაფერი როგორც რუსები იწვენია უკნიცა გესმით თქვენ არა აუცილებლად ეს წინ დახვდება ყველაფერი სხვათა შორის ხავთობა ეხა აი ამას ვამბობდა კიდე ერთხელ გამახსენდა ისე აი ხო მაგალითებია ხო ყველაფერი დათმობასთან დაკავშირებით რუსეთში დღემდე არ ვიცი ეხა თქვენ ბოლოს თუ ყოფილხარ თუ არა მეტროში მაგალითად მეტროში გარდა იმისა რომ გაკრობილია პლაკატი ანუ ფოლდისა სპეციალური ეტიკეტია გაკრული სადაც ხატია შემომპირი ბავშვი და ფეხმძიმე ქალბატონი. ეს ნიშნავს რომ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დაუთმო ამ ადამიანებს. და ამას გარდა ყველა მესამე გაჩერებაზე მეტროში აცხადებენ
აცხადებენ, არა, უკანა ის კი არა, რომ ადგილი შემდეგ გაჩერება, აცხადებენ, რომ აუცილებლად დაუთმეთ მოხუც შემომოპირს და ბავშვს. ფერმძიმეს, ბავშვს. აი ხა ვიღაცა ახლა აი ისე რუსეთს მაგრამ ჩვენი მშობლები, აი მაგალითად, აი ეს ბავშვები ახალგაზრდები მიცავს შეხედონ მისი მშობლები როგორ გაიზარდა, რომელი სკოლა დაამთავრეს. რატო მამით ხო ამაყობენ? აი დღეს მაგალითად, ჩემი თაობის არა, თუნდაც კიდევ უფრო ახალგაზრდა. თავისი მშობლეთ, მე რო დაუსვა კითხვა, ამაყობს თუ არა თავისი მშობლეთ. რა თქმა უნდა ამაყობს. არის თუ არა მისი მამა, ვაჟკაცი კაცი, დედა, ხო უნდა თქვას რომ კი და ხო ის სკოლა, ხო ის კატეგორია ახალგაზრდების, რომლებიც რაღაცეებში, იმათ თვლიან ჩამორჩენენ რეტროგრადება და არ ეთანხმებიან იმათ აზრს. ხო, მაგრამ აი ეს ხო არ ვიცი აი ხა რომაელებმა რომის იმპერია რო და კონსტანტინოპოლი და ყველაფერი უარყვეს. ანუ გერმანელს ფაშიზმზე ლაპარაკობ. ერმა რომელმაც აღიარა და მთელი ცხოვრება იცის რომ ფაშიზმზე ბოდიში სულ აქვს მოსახდელი და ამის გამო ბევრი რამ გაიარა. მარტო ნიუნბერგი არა. სხვათა შორის ამიტომ ვერ გვიტანენ პოსტსაბჭოთა სივრცის საზოგადოებას და იმ ევროპარლამენტში ნახევარზე მეტის წინაპარი ფაშისტია რო და ვიძაგები და პასუხი. კი ბატონო. როგორ სამართლიანია ნიუნბერგის პროცესი. კი ბატონო. ყოველგვარი სამართლის დაცვით ჩატარდა ნიუნბერგის პროცესი. ეს იყო სტალინის უშუალო გადაწყვეტილება, მაგრამ ესენი ამაზე გიждდებიან. რა ვიცი, მე რომ მკითხო, დღესაც ძალიან ბევრი არის ეგეთი პროცესი ჩასატარებელი სხვადასხვა. საერთოდ ნიუნბერგის ტიპის პროცესი 2012 წლის მერე უნდა ჩატარებულიყო და ამის მოლოდინი იყო იქ რა მოხდა ამაზე აღარ დავიწყებ. ხო, ტრამპიც გვირდებოდა ჩვენ რაღაც მაგდაგვარს. კი და ეს ისე თემაა. მაინც მგონია რომ არაკეთილსინდისიერი პოლიტიკოსები, აი ყველაფერს თავი დავარებოთ, იცი? განვითარება თუნდაც აი ვიღაცა თქვა ვერ ისწავლა, მაგრამ გამოვიდა კარგი ბიზნესმენი რაღაცა, გავვიდა, იგი და გაყიდა რაღაცა. ამაშიც კი კონკურენტი როგორც კი შენ ცოტა ზღვარზე მიდიხარ, არ ვიცი, შეიძლება ვცდები, მაგრამ არ ამგონია ბევრი მიხდება. როგორც კი რაღაც სფეროში შენ განვითარდი, მაგალითად იმის არ იყოსო ჩვენ რომ გავხსნათ ეხა პატარა რამე საკვები ობიექტი და თავიდან არ ვიყურადღებას რომ როგორც განვითარდებით უმალ დაიწყება ჩვენი ხელი შეშადა. იცით პირველი ვინ იქნება? ან ამაც სურათი ნათელია რა. რომელიმე პარლამენტის წევრი, იმიტომ რომ ის მის ბიზნესს ეხები, სადღაც სამომავლოდ. და აი აქ უკვე მიდიხარ იმ გარემოში, სადაც ხა ის სრულიად მაპატიე და იმას რომელ განათლებაზე ვლაპარაკო, ის უყურებს პირდაპირ, როგორც აი ხა აკულა ყველაფერზე მიდის. და განსაკუთრებით ის ხედავს ყოველთვის მიდის, რომ მან ეს წავიდეს ამაზე, ეს თავისი პასებლურიც გამოიჩინოს და ამიტომ პრობლემა რა თქმა უნდა არის განათლებაში და შემდეგ არის გაგებაში, იმიტომ რომ მე მინდა მაგალითად და მინდა ჩვენი გაცემის დასრულების დროს ესეთ რაღაცა თქვა რომ არა იმიტომ რომ თქვა ხალხი ბაია ამაშუკელი და თქვენ ხართ ახლა აქ, არამედ კიდევ რამდენი ადამიანი ვის თქვენი მეგობარია, თქვენი ახლობელია, თქვენი კოლეგაა და საერთოდ თქვენ თავს კი არა მას ურჩევდით რომ მოდი რა ამ საკითხში მართლ წერაზე ამას მოусმინე, ინჟინერიაზე ამ კაცს მოусმინე, იმ რა ქვია ისტორიაზე აი ამ ისტორიკოს მოусმინე. აი ესეთი ხალხი ახალიცება კი არ მოხდება, არამედ ამაც ახალიცება კი არ ხდება. მათ უნდათ რომ უბრალოდ მივიდნენ იმის სადავეებთან, რაც იციან რომ მე მომავალი თაობა ამით იქნება. ამიტომ დიდი მადლობა ქალბატონ ბაია რომ იყავით ჩვენთან გადაცემაში სტუმრად. დროის სამართალი ამით გიმშვიდობება და მომავალ შეხვედრამდე ნახვამდის. გადაცემა დროის სამართალი. დაიწყე აზროვნება დღეს.